მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მნიშვნელოვანია. 100,000 მნახველს აცდა ჩვენი YouTube არხი და ძალიან გვინდა რომ ეს ამ ადამიანებს დიდ მომროლს რომ გამოიწეროს ჩვენი არხი იმისთვის რომ ძალიან ბევრი საქმე ვაკეთოთ თქვენთვის საინტერესო. მოგესალმებით, ჩვენი სტუმარი არის ლევან სანიკიძე, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, აქტიური ადამიანი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და დღეს ძალიან ისეთ ნიშნულოვან თემებს გავარჩევთ. ლევან, გამარჯობა. ხმამაღალი განაცხადია ლიდერიც, პოლიტიკოსიც, მაგრამ მიხარია ხაბე შენთან რომ მოვედი, ძალიან კარგი. ისე გიყურებდი ეს პოდკასტი ძალიან მომწონს და რა თქმა უნდა მიხარია შენთან მოსვლაც, მაგრამ აი ის ხალხი ვინც არ ჩანს, ეს ხალხი კიდევ უფრო საინტერესოა ამ პროცესში როგორ არის მონაწილეობს გადაცემაში და შესაძლოა წინა სტუმარმა სხვადასხვა ვერ იმასაკნა, რა ქვია, კომუნიკაციაში ვერ შევიდა კონკრეტული მიზეზებით. ძალიან სერიოზული ჩავარდნა. კი, და გაკიცხული იყო. აუ ხა ამას რო უყურებს მე მომიყვება რატო თქვი არა უშავს ლაშიკო გაუძელი არა უშავს მოკლედ ძალიან მძიმე თემაზე უნდა ვისაუბროთ იდეაში რა და მოგვიწევს რომ დაახლოებით 1 საათ ნახევარი შეიძლება ჩვენ ამ თემაზე დღევანდელ დღეს ამ თემას უნდა განვიხილოთ ასე ვთქვათ მივყვეთ რა პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ ლევან დღეს ატო დაგიძახე ანუ სოციალური ფონი ზოგადად ქვეყანაში ძალიან მძიმეა ეკონომიკური ფონი ძალიან მძიმე რეალობა გვაქვს ფაქტობრივად ყველა მესამე ადამიანი არის სოციალურ დაუცველთა ბაზაში ან ითხოვს რომ ამ ბაზაში იყოს გარკვეული ნაწილი იღებს დახმარებას ვიღაცა ითხოვს ამ დახმარებას და პლუს ამას ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობა ცხადია დედაქალაქში სამმართველები და ჩემთვის ძალიან აქტუალური თემაა ფაქტობრივად ყოველდღიური თემაა როცა ვეხები ხო ამ თემებს სამეზობლოში, უბანში, არ ვიცი, ქალაქში და ეს სტატისტიკები მით უმეტეს როგორც საკრებულოს წევრი ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა უნდა გავარჩიოთ. ანუ კახი კალაძე არის დღეს ჩვენი სტუმარი, მოგესალმებათ. ბატონი კახი. ნეტა ეს დოლარები უჭირავს ხელში. ნეტა ეს ტანსაცმელი რა და დოლარი. ნეტა ეს ტანსაცმელი რა დაუჯდა. ჩვენ თვითონ ეს ამის გაკეთებას ძვირი დაგვიჯდა და დარწმუნებული ვარ, ტანსაცმელი კიდევ უფრო ძვირი ღირს, ხო? მაგრამ ეს უფრო კახი კალაძეა, ვიდრე კახი კალაძე თვითონ. ეს არის ნაღდი კალაძე. ის ფეიკია, ტელევიზორში რაღაცებს ლაპარაკობს ხოლმე შახინზე და ვიღაცებზე, ეგ არ არის კალაძე. ეს ნაღდი კალაძე. ეს დიფტეიც არის ბრძვის. ანა, ნახე, ჯიგარია. ნახე რაღაცია. სათვალეს უხდება, მილანური სათვალე აქვს რაღაცა. დოლარი, ეს შავი ფული უჭირავს დოლარი, კარტა ხო აღარაა გამოსული. აღარა აქვს, არა. კაი, მოკლედ ლევან 42,000 ადამიანი დედაქალაქში დადის უფალს სასადილოში. ანუ უკიდურესად უჭირს 42,000 ადამიანს ისე რომ გამოკვების სხვა შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან დღეში ერთხელ ყვებავს, ნუ ხმამაღალი განცხადებაა რომ ყვებავს, მაგრამ ნუ 42,000 ადამიანია. ასე და მინდა რომ რაიონების მიხედვით შენც ანუ რო იცოდე რა და უთხრათ მაყურებელს. ნაძალადევში მაგალითად ესეთი 8,000 ადამიანია. ყველაზე მეტი სად არის? ნაძალადევში 8,000 ადამიანი არის ნაძალადევში, სამგორში არის შემდეგ უკვე 7,500, გლდანში 6,600, ისანში 6,000, წანიში 3,900 და ნუ ასე შემდეგ რა. 42,000-ია ჯამში. მაგრამ ანუ ეს მაქსიმუმია ეს 42,000? არა, ნახე, დამატებითი სიაც არსებობს. ანუ 42,000 ხო დადის, 42,000-ის თვის ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი, მაგრამ დამატებითი სიებიც არსებობს. თუ რომელიმე ადამიანი არ მივიდა, რომელიღაცა დღეს მაშინ მეჭირდება კი და წარმოიდი რიგში დგას ადამიანი, რომ ეს რაღაცა მიიღოს რა, მენიუსაც მე ყველაფერს გავყვებით. მაგრამ რიგია რა, წარმოუდგენელი ამბავია. მე წარმოდგენაში კი მქონდა რომ 10,000 ადამიანი იქნებოდა, მაგრამ 42,000 მარტო თბილისში ხო? მარტო თბილისში რაოდენობრივად რო აღვიქვათ არის დაახლოებით მიხეილ მესხის სტადიონი რომ ორჯერ მოედანი ორჯერ რო შეავსო ყოველდღიურად ამ რაოდენობის ხალხი დადის უფასო სასადილოში დღეში ერთხელ რომ მიიღოს საკვები. კი ბატონო. ეს არის აი მე რო წარმოვიდგენ ხოლმე ხო რაღაც ფეხბურთის მატჩზე რო დავდივართ რა რაოდენობაა ხო 42,000 და კიდე რაც ეს უარესია რაც მითხარი რომ დამატებითი სიაჭირდება. კი, დამატებითი არის. და ანუ ბიუჯეტი მილიარდზე მეტი, ანუ ისედაც ხო კატასტროფაა რომ 42,000-ია,
მაგრამ კიდე დამატებით ვისაც ეს ერთი ულუფა ჭირდება, იმასაც რომ ვერ აწვდის. ხო. ნუ ეს საერთოდ სრული კრახია. და ხო ძალიან სწორად თქვი ახმის ამბავში 42000 სტადიონის ხელა და პრინციპში ხა მე ვარკეთილში ვცხოვრობ, ვარკეთილის 3-ის პირველი, მეორე, მესამე, მესამე-ა, მეოთხე მიკრო მთლიანი ვარკეთილის 3 რო აიღო, დაახლოებით 38-დან 48000-მდე ამომრჩეველი, ანუ ჩათვალე რომ მთელი ვარკეთილი, მთელი ვარკეთილი, უბანი ვარკეთილი, მუხიანი მაკუნა, აი მაგალითად იმაში რა ქვია მუხიანიც ეგრე იქნება დაახლოებით 50000-ზე მეტი არ იქნება მუხიანიც რა. ჩათვალე რომ მთელი მუხიანი უბანი ეს ყველა ადამიანი დადის უფალ სადგურში ეგ არის რაოდენობა რა. ხო, მაგრამ ნახე კიდე უფრო დიდ ტრაგიკულ ამბავდე მივალ. ჯერ ის მინდა გითხრა სტატისტიკა რო გაგაცნო რა. 2013 წელს ეს უფალ სადგურში მაგალითად 23000 ადამიანი დადიოდა, 2014 წელს დადიოდა 27000. ანუ თითქმის გავაკეთე. ემატება, მივხვდი? ხო, 40, ანუ კი არ აკლდება. აი მაგალითად ეხა ქოცი ხო იტყვის რომ იმ დროს ზმაო რაღაცა და ამათ პირობებშიც ემატება, ანუ ისე კი არ არის რომ პირობითად მარტო იქიდან მოყოლებული, არა, ამათ პირობებშიც არასდროს არ ყოფილა ტენდენცია რომ იკლებს. არ ეგეთ ტენდენცია არ არსებობს. თუ ყველაფერს კარგად აკეთებ 10-12 წელი, ეს როგორ შეიძლება რომ იზრდებოდეს და თან მომლოდინეთა რიგიც იზრდებოდეს. ნუ აქაც ჩვენებრალი იქნება რაღაც. ახლა ეგ იქნება რა. ხო, რაღაცა ნაცურ ამბავს იტყვიან კი ალბათ ბოლოში. მაგრამ ეხლა მივედი დიდ მაგრამთან და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ანუ ეს კაცი კალაძე რას ამბობს, ანუ რას საბუთებურია და ხელს ასაწერს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ამ 42000 ადამიანის გამოსაკვებათო მეო გამოვყავი კონკრეტული თანხაო და ეს თანხა არის დღეში, ერთ დღეში 1 ლარი და 70 თეთრი. ანუ კალაძე ამბობს, რომ 1 ლარა და 70 თეთრად შესაძლებელია ადამიანის გამოკვება. კითხვა მაქვს შენთან. ანუ შენ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნია და რამდენად ნორმალურად დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ 1 ლარად და 70 თეთრად ადამიანის გამოკვება არის შესაძლებელი. ეს მგონია რომ არის შეუძლებელი. ანუ ეს არის ეხა მე რო წარმოვიდგინე მაღაზიაში რა შეიძლება ვიყიდო ლარი და 70-ად, მაქსიმუმ შეიძლება ვიყიდო პური. ჩემი აზრით მაღაზიამდეც ვერ მიხვალ. ხო, მაღაზიამდეც ხომ უნდა მიხვიდე. ანუ ეს შეურაცხყოფელი აი ლარი და 70 რო ხელში მოგცენ და გითხან რომ ხა წადი და რამე იყიდეო, არ ვიცი, მაქსიმუმ პური შეიძლება იყიდო და მეტი არც არაფერი არ მოგივა რომ მიაყოლო. შენ აი და აი არ ვიცი. აი პირველი რაც წარმომიდგება მაგ ფასად, აი შოკოლადსაც ვეღარ ვიხსენებ რომ ლარი და 70 იღებდეს და ხა აქო ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ვსაუბრობთ, რომლებსაც აი თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს ჩართული. აი სხვაობა რა არის, იცი? ეს 42000 კაცი კი არ ცხოვრობს, არსებობს. აი იბრძვის გადარჩენისთვის. და ხა ლარი და 70-ად ამ ქვეყანაში შეუძლებელია რამე იყიდო. სხვადასხვა ამაზე მახსოვს ძვირფას დეპუტატი ყავთ. შენ კარგად იცნობ ქალბატონი რიმა ბერაძე, რომელიც საკრებულოდან გვერგო ქართველებს რომ ხა საპარლამენტო ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაერთო და იმდენად ბევრ რამეს აკეთებს რომ მე მინდა მას მადლობა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის, იმიტომ ის ჩვენზე ზრუნავს და ამ ადამიანებს ისე იმედებათ, მე დარწმუნებული ვარ ქალბატონი რიმას ეს მუხჩაუხრელი მუშაობი ქალბატონი მე არაფერ შუაში არ ვარ ლევან ლაპარაკობს ანიგით. მაგრამ ეს გურულია რაღაც შემიანი იქ და ნუ არა ეგ ისტორია არის შენ. დროებით უნდა დათქვა ეს სოლიდარობა, მაგრამ მახსოვს რომ ეს თქვა რომ საკმარისი როგორ არ არისო ესო როგორ არ ეყოფათო. წარმოუდგენელი ამბავია, მე ლარი და 70-ზე შენ კეთილსინდისიერი კაცი ხარ, ნახე? მე ხო კითხვა დაგისვი და შენს ესე მიყევი რომ კალაძემ თქვა ლარი და 70 თეთრი რაღაცა და ამას არჩევ. ნახე იმდენად კეთილსინდისიერი ადამიანი ხარ, აღშფოთი ლარი და 70-ზე და რეალობაში ეს ლარი და 70 თეთრი ეგეც არ არის, ანუ ნახე, მარტ ანუ შენ ხო ლარი და 70-ზე ამბობ რომ აი მე რა პრობლემაა და ამას ეხა შოკოლადს ვერ ვიყიდე და მაღაზიამდე ვერ მივალ. აბა რამდენი? ანუ ეხა ნახე. ხო და მოდი რომ გავარჩიოთ, ეხა გავყვეთ რა მაგას. ხელშეკრულებით ავიღე ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ ქოცმა იცის ხოლმე ეგრე რომ აი კრიკი არა ძმაო და ეგრე არის დოკუმენტი ავიღე დიდუბის რაიონი რა ხო 10 რაიონი კი არა ლარი და 60-ია ხო ეგრე გეტყვიან არა ხო არა ძმაო ლარი და 75 რაღაცეებში ხო შემოდიან ხოლმე აი რო არ იყოს რო არ დარჩეს საერთოდ კითხვა აგერ მაგ ხელშეკრულება რა და დიდუბის რაიონს 24 დეკემბერს გააფორმა რაღაცა კონკრეტ 2200 ადამიანზე ამბობენ რომ 1 ლარი და 70 თეთრია ერთ ადამიანზე გამოყოფილი არის 4 უფასო სადილო მითითებულია სამტრედიის ქუჩა 4-ია ბაგრატიონის ქუჩა რაღაცა მესამე კვარტალი კორპუსი 6B და ბენეფიციარების რაოდენობა თითო ლოკაციაზე ერთგან არის 530 ერთგან არის 800 ერთგან არის 430 და მეორეგანაც არის 430 ანუ ნახე
დავიწყოთ ახლა ამის გარჩევა ლარი და 70 თეთრში რა ხდება? ჩვენ ხო ჭამაზე ვთქვით რომ ნუ შეუძლებელიაო. მოდი ავიღოთ მაგალითად 800 ახლა ეგრე მაქვს დათვლილი რა. ხო, აი 810 ბენეფიციარი ავიღოთ იმაში რა ქვია დიდუბეში. ვიტო კალკულატორი რო გჭირდება, ანუ ამას ბევრი აკლდება. ეს ხო იცი, ამა ტელეფონში კალკულატორი არა აქვს, მაგრამ თუ რაღაცა ცოტა ხანს ჩოთკით მოვალ. კალკულატორი დაგოს დიდი, რომ დავთვალოთ კარგად. ეხლა ნახე. აი შენს დაიწერე რა, 810 ადამიანი. გავამრავლოთ 1 ლარ და 70 თეთრზე. ეს არის ეს უდრის 1377 რაღაცა თანხას და გავამრავლოთ 30 დღეზე. ანუ ეს თანხა ჭირდება თვეში. ხო, მოდი. რასაც მერია გამოყოს. მოდი ვთქვათ, რომ აი 41000 ლარი. სიმბოლური. ხო, სიმბოლურად ისე ხო დაემთხო 41000 ლარი. მაგალითად ეხა ამას რომ გამოვაკლოთ, ანუ ამ ლარ და 70-ში. ანუ ეს გადასახადები DGG მოგების გადა ყველაფერი შედის ამაში. ნახე ეს ამ უკვე 18%. ეხა ნახე ამ ლარ 70-დან ყველა უნდა გადაიხადოს რა ეს გადასახადები. მოდი ამას ეხა პირდაპირ 8000 ლარი მოვაკლოთ პირობითად. ანუ ცალკე დაფინანსება არა აქვთ ამათ? არა. აი ხა ლარი და 70. ამაში შედის ყველაფერი. ამაში შედის ყველაფერი. ეს 8000 ლარი და ძალიან ისე ვაკეთებ რა ეხა თეთრებს რო არ მივყვეთ, თუმცა ვამრგვალებთ რა. თუმცა მასაყოლია ისეთი უბედურება ციფრი დაждდება აქ დარწმუნებული. აი მივყვეთ ეხა. იჯარა, ნახე აქ უწერია თვითონ ამ დიდუბის იმას მე რო არ იყოს გარკვეულ. ანუ მერია ცალკე არ ქირაობს ამას? ანუ ამ ფულიდან იხდის. ამ ფულიდან იხდის. კომპანიას მიცეს ფული და კომპანიამ იქირავა იჯარით აქ აღებული ეს სასადილოები რა. ანუ ეს 41000 ლარი რაც არის ერთ კონკრეტულ სასადილოზე. იჯარა, აი. წერია რომ იჯარით აქ აღებული საკუთრება რამე კი არა, იჯარა ფული უნდა გადაიხადოს. ანუ ეხა იჯარაში დიდუბეში მაგალითად 810 კაცს რომ მოემსახუროს რა. რა ვიცი ხა მე ყველაზე მინიმალურს ფიქრობ რომ 2000 ლარი დაждდება, იმას კიდე რაღაცა გამოვაკლდება და ხელზე ასაღებად, რა ვიცი, მაგდენათაც არ მიაქირა, ეგრე ნაკლებადაც არ მიაქირებს, მაგრამ თქვათ 2000 ლარი. რაღაც კორუფცია იქნება. ხო, 2000 ლარად იქირავა, კაი, იქირავა 2000 ლარად. ეხა 810 ადამიანზე მზარეულის დამხმარე, ბრეცხავი და კი. ანუ 5-6 თანამშრომელი ხო ჭირდება? კი. რომ საჭმელი მოამზადონ, რაღაცა იქ ვიღაცამ გაანაწილოს, ჭურჭელი დარეცხოს, დამლაგებელი იყოს, ანუ იმათ ხელფასი 5-6 რა თქმა უნდა. და ჯამში 5-6 ადამიანი და მე ძალიან ისე მაქვს დათვლილი რა, 4000 ლარი. ანუ ეს ხალხიც რამე რო იყოს ტრაფიკინგის მსხვერპლია. ხო, ავი 600-700 ლარად მუშაობენ, იმიტომ რომ 800 ლარი დაერწყება და იმას კიდე მოაკლდება და 800 კაც აჭმევს. 800 კაც აჭმევს, კი. ხო, ეს ყველაზე ცოტა ხარჯებს ვთვლი, მიხვდი? ანუ აი რო ვერ მოგვედავებიან ეგეთი. გავყვეთ ახლა 8000 ლარი გადავიხადეთ იჯარაში, 2000 ლარი გადავიხადეთ, 4000 ლარი გადავიხადეთ თანამშრომლების იმაში. 1000 ლარი, ხო, კომუნალური მიწერია 800-დან 1000 ლარამდე რატო? ყველა დღე აკეთებენ საჭმელს. 810 ადამიანისთვის მაგრამ ჩაირო მოადუღო, ხო, ადუღო. ან რაღაცა წვნიანი გააკეთო, გასაგებია რომ წვნიანში არაფერს არ უკეთებენ, მარილიან წყალს აკეთებენ რაღაცას, მაგრამ ხო ადუღებენ მაინც. სავარაუდოდ, ხო? თბილი ხო უნდა. თბილი ხო უნდა იყოს, გაზი ხო უნდა დახარჯო. გაზი ხო უნდა, ელექტროენერგია ხო ჭირდება, და მაცივარში რაღაცა ხო უნდა შედონ. იმიტომ რომ 26 შაბათ-კვირა სულ მუშაობენ რა, ყველა დღე არის ღია. ანუ მაცივარი ჭირდებათ, ელექტროენერგია ჭირდებათ, გაზი ჭირდებათ. იმ ლარი და 70 ყველაფერში, კი, კომუნალურიც მაგათვარცრებული, მაგაში დაახლოებით 1000 ლარი რა. დაახლოებით ვიძახე. ხო, იმიტომ რომ თან კომერციულ ფასი ხდიან, ჩვენ თუ მაგალითად 60-ს ვიხდით გაზში, 58 თუ 60-ს, ეგენი ხდიან ლარი და 29-ს და კომერციულ. ანუ შენ კიდე კარგად ანგარიში. ყველაზე ხო, რა თქმა უნდა, ყველაზე ისე ანგარიში. ეხა ნახე, მოდი დავთვალოთ, ესე იგი ხარჯი რა ქონდა? დაახლოებით 8000 ლარი, თქვით რომ ეს გადასახადი ხო უნდა გადაიხადონ. მაინც გამოვაკლდება ეს. პლუს 2000 ლარი იჯარა, პირობითად, ხელფასები. პლუს 4000 ლარი ხელფასები 1000 ლარი კომუნალური. ხო, ნუ 15000 ლარი. ეხა ნახე 41000 გამოვაკლოთ 15000, ხო ესია? დარჩა 26000 ლარი. ამას DGG აქვს ხო კიდე? ეხა ნახე, არა, DGG გამოკლებული მაგამ. ეხა ნახე 26000 ლარი გვაქვს, სუფთა გვაქვს 26000 ლარი. 26000 ლარი უნდა გავყოთ 30-ზე, იმიტომ 30 დღეზე ხო დავთვალე და გავყოთ მე 800-ზე. 1 ლარი და 6 თეთრი, 1 ლარი და 5 თეთრი რა. 1 ლარი და ნუ ანუ ის კითხვა რომ დამისვე შენ სინამდვილეში მოყვე მე. ხო, კი, შენ ძალიან გულუბრყვილო თქვი რომ ვიტო
მე ესეთ რაღაცას მოყვები რომ ამას აღარ გამომართმევს და ამიტომ სანამ დრო არის ანუ ამით შეიძლება მოგივიდეს მხოლოდ პური ისიც ან მოგივანა ეს ხურდები ხო იცი ლიფტში ხო გჭირდება ხოლმე რაღაცები და სულ ამის დახურდა ეხა ნახე ანუ კალაძე ამბობს ეგეთ რაღაცას რა რომ მე ბევრი მაქვს მეტია ხო? აქ აშკარად მეტია კი, რამდენიმე ლარი და 10 ავიღოთ აირვე. ეს გადადე, ეს აღარ ხდება. ეს გადადებულია მეორე დღისთვის, შავი დღისთვის. ეს არის ნახე, აი ლარი და 10 თეთრი. ნუ 10 თეთრს, აი ამით უნდა ვიყიდოთ რამე. წარმოუდგენელი. დოლარიჩმა გითხრა რომ ლარ და 10 თეთრად. ხო, ეხა ნახე. ანუ შეიძლება ეს 10-ც არ იყოს. ლარი და 5 და 6 თეთრია რა, იდეაში ას დავთვალეთ. აი კარგი შევ ლარი და 5 თეთრ, ლარი და 15 თეთრამდე. ეხლა მოდი ლარი და 70 თეთრზე ხო მითხარი რომ პრობლემაო. ეხლა მითხარი ლარი და 5 თეთრზე რას? არა, ეს უკვე არის როგორი საკითხი, იცი? ანუ ამაზე კომენტირებაც რთულია რა, ლარად საერთოდ ამ ქვეყანაში რა შეიძლება გააკეთო? როგორ აგერ არის ისა მენიუ. გასაკეთებენ. ხო, მაგრამ იცი როგორ არის, ანუ ამ ხალხისაც მოგიყვე გამკვირვებია ბიჭო, წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ ლარი და 70-ზე გადავაწყვე გონება და წარმოვიდგინე რომ აი რაღაცა საღეჭი რეზინი და აი ყველაზე იაფიანი რაღაცა თურქული შოკოლადი და ერთი ბატონი პური რაღაცა დღეში რომ ოდნავ რაციონი ცვალ და თან ლარად აი მიუხედავად იმ ლარად აი რა იყიდეთ ბოლოს მეტროში გადავიხარ მეტი ვერაფერი ანუ ანაკომის აი ლარად თუ მახსოვდეს სკინის ლარიანი მე გეტყვით ახლა ლარად რას აკეთებს კალაძე ლარად აკეთებს ესე ანუ ხალხს ასეუნება რა ანუ ამ ლარ და 5 თეთრად რას აჭმევს ხალხს მაგრამ მაინც წარმოგიდგენია რომ ახლა რაღაც მენიუ ხო გააქვს აგერ არ მენიუ ანუ რა მაგარია კახი მაწვნის შეჭამანდი მაწვნის შეჭამანდი 400 გრამი ორშაბათი ეს შეჭამანდი რაღაცა იმას მატებს რომ აი რა თქმა უნდა წონა აქვს გემრიელი ანუ არა და არის მაწვნის სუპია რა მაწონს რომ იქნება მაწონი არ იქნება ძის ფხვნილია გახსნილი რა ფხვნის არ გაუგეთებ რა საღებავი თეთრი რომ აი ვითომ რესტორნის მენი მანანის ფაფა რძით ძეღის ხუთელარი ბიჭო რძეს რძეს ბავშვებს არ აჭმევენ რა ხა ბაღში სორი ხარ კომპოტის ხილი კომპოტის ხილი ხო წარმოგიდგენია ადუღებული წყალი ამე შაქრით ალბათ ცოტა შაქარი ეს შეიძლება თბილ სერვისი რასაც აგროვებს ქუჩაში ხილს პური ხორბლის 200 ან თუნდაც ეხა ეს რა მაწვნის შეჭამანდი ანუ კალაძე ნახე დაცინის ამ ხო რამე მინდა ვთქვა მისი აღქმებით ეს არის ნორმალური რა ეხა ამაზე სარკაზმით თუ ვილაპარაკებთ მიჭირს ამას სარკაზმით ლაპარაკი რა ხუმრობაც და აი ირონიულადაც მიჭირს ლაპარაკი ბიჭო აი რა მაწვნის შეჭამანდი რა მანანის ფაფა ეხა სამშაბათსო ბარდის წვნიანიო მაკარონი ყველი თუ ესენი რომ 20 ლარიან ყოველს გაურევენ მაკარონში აი ხო ნონსენსია ტყუილია უკვე აქაც იტყვებია კომპოტის ხილი პურის და პური მაგრამ ისე რო იცოდე რეალურად რა ხდება რა ეხა ვინც დადის უბრალოდ დილოში და ვისაც ანუ მე არ მინდა რომ ვინმე მაგიქვას რომ რაღაცა ირონია გვაქვს ამ ხალხზე პირიქით წარმოუდგენელი სოლიდარობა გვაქვს სოლიდარობა კი არა მეცაც გეტყვი კაცო ეს ხალხი არის მართლა მსხვერპლია გაჭირებული ხალხი დადის რატო იქ შენ ხო არ გონია რომ მართლა რამეს ის არის იქ არიჭმევა ეს ბიჭო სიგიჟია ეს არიჭმევა იქ პურის გამო დადიან ლევან რო პური წამოიღე ერთად აი ეს 250 გრამი პური ანუ იქაც არ ხვდებათ 200 ხო 200 იქაც არ ხვდებათ მთლიანი პური ხო აი ლენე პური მოხან ნახევარი პური მოხან ის ხან ესა და ერთადერთი აი ხანდახან მე მინახავს რომ ეგრეთ წოდებულ ბანკა ქვია კილაში ჩასმული ხო კილაში ჩასმული წნიან რაღაცა მოაქ რომ მარტო აი რაღა სითხე მიიღოს იცის რომ ის არის რა ხო იცის რომ უბრალოდ ის სახში ვერც ადუღებს გაიგე და იქ რაღაცა ოდნავ თბილი თუ არის ასხამს მოდის ეხა მაგმონაყოლიდან მე ესე უყურებ სახში არა გდენი ვერ იხდის ეს ამ ტოტალური უნამუსობის პირობებშიც მე მგონი ჯობია უბრალოდ კურსორი იგებდნენ ამ ხალხს ვიდრე ამას აკეთებდნენ იმიტომ რომ წამლავენ ყველა სიკეთესთან. არა, მაგრამ რაღაცას გეტყვი, კაცო, აქეთ ძალიან დიდ ფულს აკეთებენ, მოკლედ გეტყვი. ამაშიც. 8 საათი კაცი ხო უწერია. 8 საათი კაცი რომ 800 ადამიანს რომ მოემსახურო დღის განმავლობაში რამდენი საათი დაჭირდება შენიას და მინიმუმ 3 წუთი ხომ მაინც დაჭირდება ერთს რომ მოემსახურო 800 ადამიანს რომ მოემსახურო დღეში ვერ ფიზიკურად თან წარმოვიდგინე იქ უნდა ჭამონ ამ ადამიანმა უნდა იყოს შესაძლებლობა სივრცე რომ დასხდნენ და ჭამონ აი 800 ადამიანმა რომ იქ ჭამოს ეგეთი ბუნებაში არ ხდება ეგეთი მე მილიონჯერ ამის მონიტორინგი მიწარმოებია საკრებულოში რომ 30%-ზე მეტი არ დადის და რატო არ დადის ცი საჭმელი არ ვარგა და მეორე მარტო ვინც მიდის მე პურის გამო ანუ ის 30% ვინც მიდის პური მოაკ პური მარტო პურის გამო და ამას 800 ადამიანი გაფორმებული ყავს
30% მოვა იქიდან ერთი 200 კაც გაატანს 250 გრამ პურს რაღაცა დაანჩენი რჩება. ანუ აბა ლარდახუთეთ კაცი რო ამბობს ლარდახუთეთ რა 800 ადამიანს ვაჭმევ ბიჭო ეს ხო ტყუილია. წარმოუდგენელი ამბავი. ანუ აქაც დიდ მილიონებს ამ გაჭირებული ხალხის ხარჯზე იდებენ ჯიბში. მაგრამ მაინც რიგებია მე 1-2 რაც შემინიშნავს. პურზე. აღმაშენებლის გამზირზე არის მე მგონი 1. პურის გამოდგანან კაცო პურის გამო. აი ნებისმიერგან გავიდეთ ახლა მე და შენ იქ დამჯდარ ადამიანს რომელიც ჭამს რა 800 ადამიანიდან იპო მაქსიმუმ 10. არ არსებობს კაცო იქ მიდიან პურის გამო. და კიდე გეუნები მქილაში მოხუპული რაღაცა ხორცი ალბათ რავი ჩიხირთმო მე ხუჩაბაც. ჯერ 2021 წლის არჩევნები რო იყო მაშინაც ეს თემა შენ და ნადირას და ჩვენებს ქონდათ წინ წამოწეული კადრი არსებობს საერთოდ კახი კალაძე ესეთ სასადილოში? არა რა უნდა მე გეტყვი კალაძე სადადის. რა კალაძე აგერ გითხრა ლარდა 5 თეთრად თვითონ დოლარები უჭირავს. ანუ ერთი მაინც არა აქვს აი მიჯოთ ისეთი რომ თვითონ შევიდეს და ვითომ ჭამოს. არა აი და ვერც გვატყუებს რომ კაისაჭმელია. ხო შეიძლება რომ მე მივიდეს და თქვას ნახე რა კაისაჭმელია მოდით და რა. არა იქ ვერ მივა იმიტომ რომ ნახშირის პურით იწყებს დილას ალბათ და რაღაცა. ხო. მე გეტყვით იწყებს. ანუ ნახე მე კიდე მეორე ამბავი რა არა სხვაობა რომ ნახოთ რა. ბიუჯეტი ხო გეუბნება ლარდა 5 თეთრად ჭამეთო რა. ლარდა 5 თეთრად გამოიკვებეთო. გეუბნება ადამიანი და 42000 ადამიანს ესე კვებავს ლარდა 5 თეთრად. ხელი აქვს მოწერილი ამაზე რომ ეს საკმარისია ლარდა 5 თეთრი. მე მაინტერესებს კომენტარებში დაწერეთ ლარი და 5 თეთრი რა შეიძლება გეყოთ და ამასობაში არ დაგავუწეთ ხაბეს პოდკასტის გამოწერა იმისთვის რომ საინტერესო პოდკასტები ვაკეთოთ თქვენთვის. ლევან აი კალაძემ გითხრა ლარდა 5 თეთრად ჭამეთო და ავიღე ასევე მერიის ასე ვთქვათ ტენდერიდან სარესტორნო ანუ რესტორანში იყვნენ ბიუჯეტის ხარჯზე 20 კახი და ხო მერია და კახი და თანამშრომლები. ანუ ეგეთ ჩვენ გადაგვახტევინა. ხო ანუ ხო კაცი ხო ამბობს რაღაცა მილანელის სვეტი ვარ და ფულის მეტი რამაც. ნებისმიერ რაღაცაზე რაც არ უნდა უთხრა. რომ საიდან გაქვს კახი ეს? ასუხობს რომ მე მაშინ ჩემპიონთა ლიგები რომ მოვიგე იქიდან მაქვს ეს ფული. და ანუ რესტორანიც ჩემი და შენი ფულით იქისა. კი, ანუ ხო შეიძლება რომ 30 ადამიანს უდაპატიჟებ ახლა რესტორანში კალაძე რო ხარ. ავი გადაიხადე ძმაო შენი ფულით. პირობითად ანუ ისე ფაქტურები და რაღაცები ავსებინა მე. ჩეკები და რაღაც გეტყვი ახლა რა, ნახე თან ბიუჯეტის ფულით. ოღონდ იმ ხალხის ფულით, აი ეს გაჭირებული. ამათია რა, ამ ხალხის არის ეგ ფული, კაცო, ხალხის არის ეგ ფული და რა კალაძე. 30 კაცს რამდენ ლარად ეხლა ნახე 30 კაცს ბოლოშიც გავალ, მაგრამ მინდა რომ მენიუ ჩამოგითვალო რა. წეგან ხო იყო ბარდა მაწვნის შეჭამანდი. მაწვნის შეჭამანდი შესაძლოა. მაწვნის შეჭამანდი რაღაცა ხო იყო და ეხლა უყურე ამ კაცმა რა ჭამა? ტოლმა ჭამა. ტოლმა 6 ტოლმა აიღეს. ბაზის თუ კომბოსტოს? ხო, კომბოსტოს ტოლმა. 6 ცალით ერთში გადაიხადა 31 ლარი. ერთ თევში ტოლმაში. ანუ ეს უკვე არის ამ ერთი ადამიანის ერთი თვისის ერთი თვე. ო, აი ერთ ბენეფიციარსო ერთი თვე ჭირდება, ის თანხა ტოლმა ჭამა ერთი თევში. მაგრამ 6 ცალი იყო. 6 ცალი იყო. კი, ჯამში 186 ლარის. ქართული სალათი ქონდა, კედრი პამიდორის სალათი. 19 ლარი გადაიხადა ერთში. მონოგრაფში არიან, ეხლა ნაკლებს არის. ხო, მონოგრაფში არიან. ფხალის ასორტი. ანუ ისო თავისიანს დაუტოვა ფული. ხო, ისიც ხო. ანუ ფული ჯიბიდან ჯიბეში ტრიალი. ფხალის ასორტში გადაიხადა ერთ წელში 29 ლარი. სოკო ქონდა 28 ლარი გადაიხადა სოკოში. ოღონდ 6 სოკო ქონდა. სოკო იყო. ყველის დაფა ქონდა. 33 ლარი ერთ დაფაში. მაგრამ იქ ყველიანი მაკარონი იყო, ლარად გაკეთებული და აქ გადაიხადა ყველის დაფაში 33 ლარი. იმერული ხაჭაპური ქონდა. ნუ 20 ლარი ერთში, პურის სალათიო, პურის სალათიც საინტერესო 9 ლარი გადაუხდია. ხბოს ხარჩო. მადა ნახე, ანუ ნახე, აქ, მაგრამ 30 კაცი ყავდა. მომისმინე რა. ხალხო, აქ 800 კაცი დადის, აქ 800 კაცი დადის ამ სადადილოში და მაწვნის შეჭამან და მანანის და რაღაცას აჭმენ. მაგრამ ეს უფრო healthy food-ია რა. ეხა ნახე, ხო. უნდა გავაგრძელო რა. ხბოს ხარჩო ხო ჭამა 33 ლარი. შქმერული შეუკვეთავს. აი, უკვე შემოვიდა. თათამი კვაწარახის სოუში, ხბოს მწვადი. ქათმის მწვადი, მოიცა არ დამთავრებულა. ეთყობა კიდე. ხბოს, ქათმის, ღორის. ეხლა რომ დავხედე, ბოლომდე სავსეა ეს. ღორის მწვადი. ნუ ხილის ასორტი, ყველაზე ნუ ღვინოც საფერავი. ლობიანი არ შეუკვეთა. ლობიანი არ უჭამია. ლობიანი არა.
რა ლობიანი ქათვისვა და ღორისვა და ხბოძა და ჩაკაფული და ხარჩო და რა გაგიჟებულია კაცი. მაგრამ ყველა ნახე რისით და ოღონდ ამას ჩვენ ვიხდით. და რა დაგვიჯდა? ჯამში გადავიხადეთ 4252 ლარი. ხალხი ქორწეს იხდის ამ ფასად. ოღონდ მართლა 4200 ლარი. 20 კაცი. თავისიანმაც არ გაუკეთა ფასდაკლება. არა, პირიქით რა ბიუჯეტის პულია ძმაო, მიდი რაც გინდა ჩაწერე გადავიხდეს. ხალხი გადაიხდეს. ხალხი იხდეს. 4252 ლარი. 20-30 კაცი სუფრა. 30 კაცის სუფრა. იმ 810 კაცს რამდენი დღე ეყოფა ეს ფული? 800 კაცს ეყოფა 5 ჯერ, ხო, 5 დღე. 5 დღე მინიმუმ. 800 კაცს გამოგე 5 დღე გამოგვებოდა და ამათმა 20 ჭამა. ანუ ნახე და გადავიხადეთ ჩვენ ამას ჩვენ გადავიხადეთ ბიუჯეტიდან ხო კონტრასტი ნახე რა არის აქ მეუნება რომ ესო კარგი მენიუაო ადამიანს ეყოფაო და თვითონ შევიდა რესტორანში ბიუჯეტის თანხით რა და აი ეს მენი ანუ ეს მენი უყოფილა კაი ის შეჭამანდი არ ვარგა ის მანანას ფაფა თუ მან რაღაცა მანი ფაფა არ ვარგა და ხილის ასორტი და რაღაცა კომპოტი არა მადა და ცხოვრება ამ კაცმა კი იცის მაგრამ ყველაზე კაი ნახე რა არის ყავაში გადაიხადა 8 ლარი ერთ ჭიქა ყავაში გადაიხადა 8 ლარი ერთ ჭიქა ყავაში და რამდენი ჭიქა აიღეს? 30 ჭიქა აიღეს. ყველამ. რაც ვერ დალიეს თავზე დაიხეს. ყველამ გამოართვა. ყველა ენერგიები ჭირდებათ, რომ ამ ხალხს შეიძლება 25 იყო, მაგრამ 30-ის გადაიხადა ბიუჯეტი იხდეს, თითო ხო არ იხდეს. ანუ აქაც რანაირი კაც. არა, ტიპს ბიუჯეტიდან ვერ დაუტოვებდა. არა, ავიცი ეხა, ტიპსი არ არისო და ავიცი 20 ყავადალენ და 10 გადაუხადა 30 და ავიცი. ხბოს ჩაკაფული, ანუ ანუ ამ კაცისგან მე საერთოდ არაფერი არ და მძიმე ამბავე მართლა ოღონდ რა. ანუ ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა. მე არ მიკვირს, საერთოდ არ მიკვირს ახლა რას მომიტევ. კი ვიცოდი რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ამ ვითარებაში, მაგრამ ნუ ესეთი კატასტროფა მაინც არ მეგონა რომ ლარი და იყოს ადამიანს და ეს ჩვენ კარგად გვესმის რომ არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ეს არის როგორც წესი პენსიონერები და ასაკოვანი ადამიანები რომლებსაც შრომით ბაზარზეც არ აქვთ არავით არის საშუალება რომ რაღაცა დამატებითი შემოსავალი გაიჩინონ ეს შემოსავალი როგორც კი უჩნდებათ ეგრევე რა თქმა უნდა ამ ლარსაც ამადლიან და აი აქ საოცრება რა არის დამატებითი სიები აქვთ რომ მითხარ. ანუ იქ კიდე რაღაც ადამიანები არიან რომელსაც დღეში ლარს არ აძლევენ. კი, ხელშეკრულებაში. მაგრამ სამაგიეროდ 4700 ლარს იხდიან ერთ გეიმში. და აქაც როგორი კაცია, თავის ფულით არ იხდის და ამაზე ეხლა რაც გამახსენდა არის რომ რაღაცა 1 წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ რაღაცა საშინელი განცხადება გააკეთა. კალაძემ ის ზოგადად კალაძეს ხო როგორ იყენებენ მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში აი ქოცებისთვის ყველაზე მისაღები ლიდერი იყო ყველაზე უხერხულ განცხადებებს აი რაღაცას რო დაგეგმავენ ან რუსული კანონის მიღებას ან რაღაც ჯოჯოხეთის მოწყობას პირველი განცხადებას აკეთებინებენ კალაძეს აი სატესტო ტიპია რა ამას გამოაქვს ეხა რაც კალაძემ იკადრა შევჩენკოზე და რაც უკრაინაზე და ლობანოვსკიზე იკადრა, ეგეთი კაც არ უკადრია რა. იმიტომ რომ ხა ყველამ გვესმის, რომ მისი კარიერული წინსვლისთვის კიევის დინამოს და ზოგადად აი ირადად შევჩენკოს აქ წარმოუდგენელი როლი შეტანილი და აი მართა შეაფურთხა უკრაინას. პასუხიც მიიღო, არაკაცი უწოდეს. პირდაპირ არაკაცი ეძახეს და ხელი ჩამორთმევაზე ეუბნებიან უარს და უკრაინაში მე არ ამგონია, აი მის ცხოვრებაში ჩაესვლებოდეს რა. რანაირად უნდა დაალაგდეს, მაგრამ აი სულ მახსენდება რომ რაღაც აქტივისტური ის ქონდა დაგეგმილი რომ კალაძემ მორიგი სიგიჟე დააბრეხვა და გადავწყვიტეთ რომ მოდი სახლთან რაღაცა ის მოუწყოთ. აქცია. რომ რაღაცა პლაკატები გავამზადეთ, მივედით ისეს 1-3-4 დღე ვიარეთ რა. ნუ ჯერ ხო რაღაც დაცვა გამოდის და მანქანები და ერთი ამ 5-ვე დღეს გამოვიდა სხვადასხვა მანქანით. გამოიყვანა ჯერ ბრაბუსი, მერე გამოიყვანა რაღაცა ეს პატარა. აი მოიცა ეგ არა, ელექტრომანქანა, მერე რაღაც ან ფერარი გამოიყვანა, ლამბორჯინი გამოიყვანა. გავგიშდით. აი ტიპი ესეთ ფუფუნებაში ცხოვრობდეს, ოღონდ ყველაფერზე ამბობს რომ ჩემი ფულით ვიყიდე. მე რაღაც სტატიაც მაქვს წაკითხული, დათვლილია სინამდვილეში მილანში რა გამომუშავებული. ნუ იმის მე-10 ხარჯავს წლიურად. რას ლაპარაკობ? წარმოუდგენელ კორუფციაში. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნახე. ყლეთიდან მოდიოდა იმით რა ქვია. შენ მითხარი. მოიცა შენ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მე ამის რა მოყევი ახლა. საზოგადოებრივ ეს კაცი როგორ იკადრებს მაგას? არა, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ახლა არ გინახავს?
არა მე პირიქით ის მანქანაში რომ ნახე ის გამიკვირდა თორე ლა მეც ანუ იქ რო ნახე ხო იმიტომ რომ ელოდებოდი რომ ავტობუსს დაპირებდა გასვლას და გამოვიდა ფერარი ჩვენ გქონა რომ ფეხით გამოვივლიდა და გავისაუბრებოდით კაცს სკროლი დადის ხოლმე კიდე თურმე არა აი აქ არის მაგარი 2017 წლის ეგეთი ფრაზა მაქვს რა ამოღებული რომ მე ვიძლევი გარანტიას რომ შემუშავდება მერიაში კორუფციის პრევენციის სტრატეგია და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა. ეგ და ვარკეთილი ჭერი ერთად გაკეთდება. ის ვარკეთ და ეხა მაგაზე ნახე ზუსტად მაგაზე მაგ მეორეც. რომ განახლდება 23 მეტროს სადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით. კი, გვაკეშიცავა მეტრო. კი, და აი ვარკეთილის მეტროსადგური. ვასუბანში ზადის მეტრო. არის აი ქრესტომათიული მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი. ეს ხო რა კაცია? დილას გამოვა, გელაპარაკება deep state-ზე, გელაპარაკება ოჯახური ღირებულებების დაცვაზე, გელაპარაკება ქრისტიანობის დაცვაზე. ოჯახური ღირებულების დაცვაზე, რატო როგორ დასცინეს და რატო დასცინეს მიხვდი? კი, გელაპარაკება ქრისტიანობის დაცვაზე, გელაპარაკება რომ მე და შენ ვართმევთ დანარჩენებს იდენტობას და ბრუნდებით და ვამხობთ და სისხლის გუბეებს ვაყენებთ. შენ ამას ვერავის ვერ წავართმევთ. ამას ვერ წავართმევთ, მაგრამ აი ტიპი არ არის უფლებამოსილი და არაფრის მაქნის, აი სანაპიროზე რო ჩამოიშალათ რაღაცა ლოდები რო ჩაყარეს. შუა საუკუნეებში აკეთებდნენ ალბათ ეგრე. ყვარი რომ მოდიდებოდა რომ ლოდები ჩაეშვათ. რაც უნახავს აკეთებს რა. რაც უნახავს აკეთებს. სხვათა შორის აი ეგ აქვს რა. მე რასაც უყურებ, ამას კომპლექსიც აქვს, მაგ თვალსაზრისით. რომ აი სულ ფიქრობ ამდენ ფულს ვაკეში რატო ასხამს. აი ხან 40% ბიუჯეტის, ხან რაღაცა მოდის ვაკეში. იმიტომ ასხავს რომ რაღაცნაირად, ეხა სკამები რო გააძო 12000 ლარიანი. წარმოუდგენელი და ეს ნაგვის ურნები შენ გინახავს ის იმ ურნის ამოღება თუ გინახავ აი ის და იმ მეზოვების და დასუფთავების სამსახურის ხალხის გინება რომ აი რა დღეში არიან მაგრამ აი ეს მილანში მაქვს ნანახი აი ნონსენსი რა არის 30000 ლარი ნაგვის ურნაში და ლარი და 5 თეთრი ადამიანს ანუ ბიჭო აი ნახე მე ამბობენ რომ ეს ხა პოპული 30000 ლარის ნაგვის ურნა ბიჭო ადამიანს არაფერი არ აქვს რომ ჭამოს და მე იმ ნაგავში ჩააგდოს ლარი და 5 თეთრად აჭმევ 30000 ლარს როგორ იხდი ნაგვის ურნაში და სკამში 12000 ლარი როგორ უნდა გადაიხადო და ჩვენთან აკეთებენ ხო იცი იმაში ქუთაისში აკეთებენ ჩვეულებრივ სკამს აი რაც გინახავს ძირითადად რაც არის ხოლმე მე 700-800 ლარი იმაზე ვერ დაждები ხა ხო 700-800 ლარი აკეთებენ სკამს რა სკამზე ვერ დაждები ის არის ცუდი ლარიანი სკამი რატო უნდა ჩამოიტანო იტალიიდან არ ჩამოვატაინეთ ეს სკამი ხო იცი იტალიიდან ეგ 12000 ლარი და რა შვებოდა ეს სკამი ლაპარაკობდა ღეჭავდა რა ვიცი რა საკეთებდა არ ვიცი ნაგვის ურნა რა საკეთებდა 30000 ლარი ნაგვის ურნაში რატო უნდა გადაიხადო მაგრამ ყველაზე კაი გადავიდეთ ახლა შემდეგ ამბავზე მაგრამ მე რატო ვითრე ვიცი ფეხს რაღაცა თემა მაქვს მომზადებული და მე შინია რომ ლენე და ვიტო არ გაიქცეს არ ვიცი ეთყობა აუჩ ეთყობა კახის თან მემონტაჟე სტანდარტს ხაბე ვერ პასუხავს მემონტაჟე და ოპერატორის ხელფასები ამოვიღე და რა ვიცი იქნება თქვენ რომ გახვიდეთ მოგლედ ანუ ნახე რა პრიორიტეტი რა არის კალაძის პრიორიტეტი როგორია რა ეს ამბობს რომ ეს კაცი ამბობს აი მე მანქანას რაღაც ხელფას არ ავიღებ და რაღაცა და აი მე ბიუჯეტს ესე გავუქმე ელექტრომობილი მყავს სრული ფარსე ტყუილი შეროთქვი ხო მიხვედი იმიდან და ბრაბუსი დადის და პორშე და რა ჟურნალისტები მაგაზე რომ მიუვარდნენ მაგ ბრაბუსზე ხა რომ ესო არ არისო ჩემს სახელზეო და დეკლარაციაში რაც ამ სახეო ის არის ყველას გვესმის როგორი და გამონაცვალი ტანსაც აი ღარიბაშვილის პენსიონერი მამა ამის ძმაკაცები იტალიური მეორადები აცვია აქ ორიგინალები აცვია ძმა და საკმაოდ ძვირი დაждდა მე რამდენჯერ ვიძახე ტირი ვარ ძვირი დაждდა აი ეხა ნახე ხო ესეთი სამსახური შექმნა რა კალაძებს შექმნა ხო ესეც უნდა ესეც დოკუმენტით რო გვაქვს აი რო ვიცოდეთ თქვენ სამსახურს რა ერქმევა დღეიდან ნახე ესეც სამსახური შექმნა თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მედიისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების დროული სრულყოფილი ინფორმირება ანუ კალაძემ შექმნა PR სამსახური საკუთარი რაშიც ბიუჯეტიდან ხალხის ფულიდან გამოყო 5 მილიონ
429,900 ლარი. ანუ 5,500,000 ლარი გამოყო საკუთარი PR სამსახურისთვის და აქ ნახეთ წერია, მინდა რომ დოკუმენტში რა წერია ბიუჯეტში რა, ის მინდა რომ წავიკითხო. აიო, რა უნდა გააკეთო რა? და რამდენი თანამშრომელი ყავს? მოგიყვები ყველაფერს, მივალ მაგამდე. მინდა რომ მიყვე რა წერია. ესე იგი 200-მდე ვიდეო რგოლისო საინფორმაციო საიმიჯო გრაფიკული დამზადებაო. 200 ვიდეო უნდა გააკეთო. ლენე ხო გესმის ეს ჩაი. ლენი აკეთებს ამ გადაცემიდან 8 ვიდეოს ამოიტანს ახლა რა. 300-მდე PR აქტივობის დაგეგმვა და მათი განხორციელება. მაკუნ. ხო. სოციალური მედია, Facebook-ი და Instagram-ზე განთავსება. ოტყობა კახის 65 დღე ასვენებენ. დანარჩენი ხო 65 დღე დასვენება. ნახე სოციალური მედიის Instagram-ზე განთავსება, ანუ სამსახურია. სხვადასხვა კაცი ყავს, ხო? სამსახურია, რომ Facebook-ზე რო განათავსებ, ცალკე განყოფილებაა. შენ იცინე ხა და რა ხდება პროსტა. რამდენი თანამშრომელი ყავსო იკითხებ? 18 შტატიანი თანამშრომელია. 18 შტატიანი თანამშრომელი და 41 ხო სიმბოლურია უშტატო, ანუ ხელშეკრულებით აყვანილი. ჯამში კალაძეს ემსახურება 59 PR-ის თანამშრომელი. ანუ ეხა ნახე 59 PR-ის. აქ უბარდიას კავკასიაზე აქ ტელევიზია 3 კაცი მუშაობს. ტელევიზია აქ. მაქსიმუმ 7. აი ყველაზე ბევრი და ერთი ოპერატორი 3 კამერასთან და მუშაობს ერთი ოპერატორი. აი ვიტოც ეგრე მუშაობს, აგე ეგრეო ისა. დამიდასტურა. 59 კაცი ტელევიზია. ეხლა ნახე, ეს ტელევიზია ხო გააკეთა 5 მილიონი. ანუ თქვენ რა გვიჯდება 5 მილიონი. 5 მილიონია იმაში რა, ჯამში წელიწადში რა. ოღონდ ემას ხაზი გავუწო რომ გვიჯდება. გვიჯდება, ხო ჩვენ 500,000 ლარი 450-დან 500,000 ლარამდე თვეში. ეხლა ნახე, ეს კაცი ხო ამბობს რომ მე მანქანა მერის მანქანას არ ხმარობო. აი, როგორი კეთილსინდისიერი კაცია დავდნი რომ რა კაია, ნახე მანქანას არ ხმარობს. მისი PR-ისთვის სკროლი და ნახე მე ელექტრომობილი და ფეხი. არ ხარჯავ და ეკოლოგიას მისი PR-ისთვის აგერ უნდა ჩავიხედო, ერთი წუთით მის PR-ს ყავს 7 ავტომობილი. ანუ თვითონ ხო ფეხი დადის და 7 PR-ის თანამშრომელი ავტომობილი დაყვება. ეხლა ამ ავტომობილების დაზღვევა, ამ ავტომობილების მომსახურება, ამ ავტომობილების საწვავი ცხადია ბიუჯეტი ჩვენი გადასახდელია. და მაგრამ მოითხოვე დაზღვევა. ანაზღაურებაზე, ხალხო, ანაზღაურება უნდა მოგიყვეთ ანაზღაურების შესახებ. შეუძლებელია. მე კარგია რომ წახვედი. აი მისამართები ჩამოწერეთ და მოგაკითხავთ. 1 2 სახელი და გვარი უნდა ვთქვა რა. სათითაო. თანამშრომელი შტატიანი 7 მანქანა ხო არის? 7 მანქანა. აი 7 არიან. სათითაო მანქანა თუ მანქანა. PR-ისთვის ეხანა მოიცა არ არის ყველაფერი რა და დამასრულებინეთ ბოლომდე. რამდენიმე გვარს წავიკითხავ რა, არ მომერდება ისე. შტატის თანამშრომელია მაგალითად PR-ში ეკატერინე ჯოჯუა 7500 ლარი აქვს ხელფასი. რა მარჩი ეგრე ჩაერიცხა. მანანა თოქმაჯიშვილი 7000 ლარი. ანუ მის მოადგილეებზე მეტია. მის მოადგილეებზე მეტია. მინისტრის მოადგილეების გათანაბრებული ხელფასი აქვს. ანუ კალაძის პარლამენტარზე ნაკლებია. ეხლა თორე წინა მოწვევის პარლამენტზე ორჯერ მეტი აქვს. მაგრამ ამ პარლამენტარებზე მეც კი აკეთებენ. ხო, კალაძის PR-ზე მუშაობენ და წარმოგიდგენია 7500 ლარი PR. ოღონდ, ანუ რა მაინტერესებს ახლა Facebook-ზე აი 300 rilsi თუ გინახავთ კალაძის. ანუ ამასაც არ აკეთებენ. არ აკეთებენ, კაცო, ხე მოიცა, არ მასულებინებთ. ნახე, კიდე ვინმე აღსე გვარებს არ ვიტყვი რა, ვინმე ვიღაცა ნინელი, ახლა ერთმანეთს ხო იცნობენ. და ვიღაცები ერთმანეთს ხელფასებს უმალავენ რა. ხელფასს უმალავენ, იმიტომ შეუძლებელია, ბიჭო. ვიღა ხო მან ხო იცი როგორ არის, ერთი მუშაობს და 5 უყურებს და 5 ვინ მაყურებს რო დიდი ხელფასი აქვს რა. ვიღაცა ნინელია 4 მან როგორ იქნება, იცი, ყველაზე ნაკლები ვისაც აქვს ის მუშაობს ყველაზე მეც, ხო? ნინელის აქვს 4800 ლარი, ვინმე ნათია არის 5000 ლარიანი. ხათუნა და თეონა 4000 ლარიანები არიან. ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი. ამას ხო შტატით არის. ხელშეკრულებით ყავთ ვიღაცა ლევანი აყვანილი. ეგ მე მის ყოფილა რა ქვია, ოპერატორი. 5200 ლარი აქვს ხელფასი, ბიჭო. ვიტო. ვიღაცა გიორგი არის 5500 ლარი აქვს. ვიღაცა აკაკი არის 5600 ლარი აქვს. მაგის rilsები. ვიღაცა ნონა 4200. ახ კალაძის rilsები ხო გინახავს. ჯერ როგორ არ მინახავს? ჯერ ხო რაღაცა დრონით გადაღებული კადრია ნაგვის ყუთის. ხო ადის რომ აი ნაგვის ყუთი დგას 6 ცალი სადღაც. ხო. და მე ანუ მთელი ვიდეო არის აი ტანსაცმელზე გადაღებული, რომ აი რა მაგრა ჩაჩაჩულის არა შარვალი რაღაც კეტები. ვიღაცა ორი ესეთი
საწყალი გარეგნობის მოადგილე, რომელიც სპეციალურად, რომ ეს უკეთესი გამოჩნდეს, ხო? ვითომ რაღაცას უხსნის და მერე ტექსტი არის ეგეთი, რომ აი კეთილ მოეწყო ღერძულა ხაზი. რომ აი ხაზია ჩვენ. გაიხაზა აი წარმოუდგე აი არაფერი აი ბოლოს როდის ვნახე რომ რაღაცა დიდი პროექტი გახსნა. აი არა, აი რაღაცა 40 ამოავსებს მივა და იტყვის რომ გაიხარჯა ამდენი დრო. ფული გასაწერია ძმაო რა. მოეწყო სხვათა შორის აი მაგაზე სულ რას დავკვირვები ვარ. მოიცა Facebook-ის არ მათქმევინე ბოლომდე. Facebook-ის ადმინისტრატორს ამდენი და Instagram-ის იცი? ანუ კალაძეს Instagram. Facebook-ი ანუ ხო სად არის ტელეფონი Facebook-ის ხო თავ live-ს ხო შენ თორ თავ. ხო რა თქმა უნდა. ეგ live რო ჩართოს კაცმა რამდენია ხელფასი იცი? ანუ live-ის ჩამრთველს. ხო ადმინისტრატორია live-ზე. Live თითი ღილაკზე ხელფასი. ანუ თალკე შტატია ამის. 3800 ლარი ხელფასი. ჯამში გააქვთ 3800. 3800 ლარი აქვს რა. 38 ლარი მუშაობა. ვიტო ნელად გება. ყურსასმერი გაიგედა ვიტოს გე. აი ვიტოს კადრი აჩვენა ეხა ყურსასმერები გაიგედა აღარ უნდა გაგება. წარმოგიდგენია? ანუ Instagram-ი რო ჩართოს, კალაძის ეს სასაცილო როგორ არის 3800 ლარს იღებს ხელფას ვიღაცა Instagram და ლარა დაჭმევს პენსიას. და ლარას აჭმევს არა მარტო პენსიონერს, ახალგაზრდა ადამიანსაც, ვისაც გაგაჭრებულია ვერ მუშაობს. განსაკუთრებით ხო, წარმოვიდგე და 3800 ლარიო Instagram-ზე რა, მაგრამ ის ბუსტში რამდენი აქვს იცი ბიუჯეტი? 70000 ლარი აქვს Facebook ბუსტისთვის გამოყოფილი. ჩვენ არჩევნებზე იცი სულ რამდენი დავხარჯეთ? ხო, აბა პარტიამ. დავხარჯეთ ამის ნახევარი არჩევნებში. საარჩევნო კამპანიის დროს თელმა პარტიამ 10000 დოლარი დავხარჯე. მოიცა ეს დახარჯე საკუთარი ფული, ეს ბიუჯეტის ფულიდან, ანუ თვითონ კი არ იხდის ამას. ანუ ხახნო კახი კალაძე რო ხშირად ნახოთ, ამაში თქვენ თვითონვე გახდევინებენ ფულს. 70000 რამდენი ხო? რომ არ მოგანატროთ კახიმ თავი, კახი გართმევთ ფულს, რომ ხშირად დაინახოთ ის. მაგრამ მაგარი რაღაცა უნდა თქვი, კიდე რამ გამაღიზიანა რა. 9 ბიჭო მანქანა ხო ემსახო 7 მანქანა ხო ემსახო და სატყავი თვითონ ხელფას არ იღებს. როგორი კეთილსინდისიერი კაცია. აი მან დამეწובה ხოლმე გული რა. მანანა თოქმაჯიშვილი და ჯოჯუორო ჯობია ხელფას აღებაში. მაგრამ ნახე აი 7500 ლარი ხო მივეცით. 7000 ლარი 5000 ლარი ხო მივეცით. ტიპებს ბიჭო აიღე და ტელეფონი მაინც ჩაირთე შენ. სატელეფონო ანუ ტელეფონის შევსებისო 1400 ლარი თვეშიო. ბიუჯეტიდან მე ჩვენ ხალხმა ანუ ბიჭო 7000 ლარი ხელფასი როგორ 30 ლარი ულიმიტო ჩარტე რა 30 ლარი ღირს ბიჭო ულიმიტო თვიდან თვემდე 1400 ლარიო არა არ მოგიდგენია ის სპეციალურად უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ სტრიმისთვის 1400 ლარი ტელეფონზე ურიცხავენ ანგარიჟზე 7000 ლარიან თანამშრომელს ბიუჯეტიდან 40 ლარი შემივსი ანგარიჟზე თემა ბიუჯეტიდან რა და ნუ საერთოდ რა ვთქვა არ ვიცი ახლა მწვენი ამ ყავთან და აგერ მეგონის განცება არ გავა და რაც გიტყვი ვიტო უკვე ვაკანსიებს ეძებ თბილისის მერიაში რა ცოტა დამატებითი და ნახე რა მაქვს დამატებითი ხალხო ამოვიღე მართლა რა დედას გეფიცები გული გაგისკდება ბაღების ხელფასებს არ გვაძლევთ ანუ ხელფასებს რა დაახლოებით ვიცით რომ ბაღის აღმზრდელს რა 400 500 600 7 ნუ საშუალოდ ვთქვა 500 და 700 ლარამდე ბაღის აღმზრდელს აი თითო ჯგუფში 30 ბავშვი რო ყავს ჩვენი შვილებს უნდა მოვა მთელი დღის განმავლობაში დილის 8-დან რო საღამოს 6-მდე 7-მდე იქ უნდა იყოს იმ ადამიანს აქ 500-დან 700 ლარამდე საშუალო და არ გვაძლევდნენ ხელფასებს რა და ეხა ერთ-ერთი იმიდან მოვიპოვეთ ეგ რა ერთ-ერთი ბაღის 196 ბაღის ის არის რა ხელფასები იგივე რა აი ხუთ რამდენი ჩაირიცხა ანგარიჟზე 606 ლარი 454 ლარი და ბაღის თანამშრომელს 572 ლარი 700 ლარი 363 ლარი 458 ლარი ანუ რას ვამბობ ნახე ბაღის თანამშრომელს ბაღის მასწავლებელს ხელფასი 500-700 ლარი და კალაძის Facebook-ის ჩამრთველს Instagram-ზე ვიდეოს ამტვირთავს 3800-5000 ლარი. პიარის უფროს 10 ჯერ. პიარის უფროს 7000 ლარი და 8000 ლარამდე ხელფასი. მეზოვეს 600-700 800 ლარი ხელფასი. ნუ, კაი, 800 ლარი ხელფასი, მეზოვეს ამას მანანა თოქმაჯიშვილი 7000 ლარი ხელფასი. აქეთ მეზოვეს, რომელიც ეხა გახსოვს მეზოვებმა ის რო გააკეთეს, რა ქვია, გაფიცვა რო გააკეთეს, დედაქალაქი ნაგვით გაივსო. ეს ხალხი კეთილსინდისიერ საქმეს აკეთებს მთელი დღე და ქალაქს ემსახურებიან. თავისი ასე ვთქვა დილას 4-5 საათზე დგებიან და შრომობენ. და 800 ლარი შენ ხელფასიო და ამას იმას რა ქვია, ჩემპიარსო
7000 ლარიო და Facebook კი 70000 ლარი Facebook boost-ი ხო Facebook boost-ში თვეში 6000 ლარი აქედანაც არის დაუჭირდა 6000 ლარი boost-ში რა 6000 ლარი Facebook-ზე boost-ი რო კალასი შეიტყვის არ იყოს ზოარ მოგვენათოს რა და ნახე მან ხო როგორ არის ეს ამდენი ხალხი აი თქვენ რამეს ბუსტავთ აქ ხო არაფერს არ ბუსტავთ ანუ ეს ზოგადად ბუსტი როცა გჭირდება ან რაღაცა თავიდან უნდა იწყებდე მშენებლობას და აი ესეთი მცირე გაბარიტის პეიჯი უნდა კონდეს რომ აუდიტორია შეიგროვო ხო ან არა და ბუსტი რო ჭირდება ეს მიუთითებს რომ არასწორად მუშაობენ ყველა სიკეთესთან ერთად ანუ ამდენი კაცი მუშაობს და მაინც ჭირდება რომ 70000 ლარი ჩაასხას ხო და ხო თან მაგაში ანუ ყველანაირად არაპროფესიონალი ხალხი ყავს იქაც ეგეც არის აი არა აქ მუღამი რა არის ნახე თავრობაში ეხა ნახე აი ტიპები პიარ რაში იხდიან ფულს ეს ხო არის ძმაო ლარი და 5 თეთრი ეს მოგეჩვენოს რო ხბოს ჩაშუშული всё ან მაგალითად მაგრამ მაგასაც არ ცდილობს ყვაწარახის სოუში სათამი ნაგვის ყუთებს ხსნის რა მანდ არ მიდის წარმოუდგენელია მან რომ მივიდეს ერთი დღე მაინც ხო წესიერი საჭმელი უნდა შეატანინოს კი და იმის ფულსაც არ იხდის ხო ისე მართლა სხვათა შორის აი ხო кай კაცია პირობითად რა და აი ხო იძახის რომ აი ესე მე წავიდეს და უფასოსადილოში დაჯდე ერთი რგოლი გინახავს უფასოსადილოდან ვინმეს რგოლი გინახავთ რომ უფასოსადილოში დაჯდე და თქვას რომ აი კარგი საჭმელია ჩვენ ვემსახურებით ხალხს რატო ან ის მაინც თქვას რომ სამწუხაროა რომ ამაზე მეც ვერ ვახერხებ არა ამას რომ იტყვის იცი როგორ არის 90 წლები ამ ქვეყანას გავლილი აქვს და შეიძლება მაშინ ესეთი ამბავი არატეხილიყო რა ყველას უჭირდა მაგრამ აქვს რა ამ ქვეყანას საშუალება რომ ხალხი ესე არ ცხოვრობს ბიჭო თვითონ ბოშაშუშულს ჭამდა როგორ არა აქვს და 5 მილიონს პიარში რო ხარჯავ არ შეიძლება და მან თვითონ აი როყვებოდი ამ იმას რეაბილიტაციის რაღაცებს ხო აკეთებს მანდაც ხო მან ხო სინამდვილეში მხოლოდ ფულს აკეთებს არაფერსაც არ აკეთებს დანარჩენ მან რას დააკვირდი ხოლმე იცი აი მე რომ დავდივარ ახლა რაღაცა გზაზე აი ლაგუნა ვერესთან რომ იმას არემონტებდა დააკვირდი მუშაობის სისწრაფეს ხო აი ის მიმი ნანახი გაქვს ის მიმი გამოვიტანოთ 40 კაცი რო დგას 40-დან და ერთი გელაროა ჩასული ყველა უყურებს აი ყველა რო უყურებს აი ზუსტად ეგრე ექცევიან იმ საწყალ თანამშრომლებსაც ერთი კაცი მუშაობს ხოლმე რომ აი რაც შეიძლება დიდი ხანი გაიწელოს რა აი 50 მეტრიან მონაკვეთს აკეთებენ 50 დღე. ამ 59 კაცში ხო ტროლბოტებიც შედის, ანუ ამ 59 კაცში 2000-3000 ლარი ხელფასი. ტროლბოტები და ზონდერები. თითოს აქ ზონდერ ჯგუფები. რო გესმოდეთ, ეხა თითოს აქ, ანუ ეს 59 ჩვენ ხო ვიძახით, რომ ეხა რაღაცა 5 მილიონი დახარჯა და რა ამბავი. ანუ შინაარსი რა არის? ამ ესე იგი 59 თანამშრომელიდან 15-20 არის, რომელსაც აქ დაახლოებით 10-დან 20-მდე Facebook-ი. ანუ ჯამში ხა 20 კაცის 20 Facebook-ი არის 400 აკაუნტი, ხო? პირობითად ორგანიზებული ჯგუფი ყავს, რომელსაც ბიუჯეტიდან ჩვენ უხდით ხელფასს და მე შენდო დაუწერო. ჩვენ უხდით ხელფასს, რომ გვაგინონ. გაგინონ. კალაძეს ხო რაღაცას გააკეთებს და იტყვი დაუწერ კომენტარს, რომ აუ ეს რა არის და შემოგიორდება ვიღაცა და დაგე შენ ნაციონალო სისხლიანი ცხაწერი ნაცებს რა და ერთი 20 აკაუნტი აქვს და ტიპის სამუშაო ეგ არის რა ბიუჯეტიდან უხდით ფულს კალაძესთან კომენტარი ხო გინახავს აუ კახი რა მაგარი მერია 4 ხა წარმოვიდი 4 და შენ შედიხარ 400 მეერთე და რო ჩახედავ რომ კახი რა მაგარი მერია და შეიძლება შენს დაფიქრდე კი მართლა კარგი ხო არა განწყობაზე გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირება როგორ ხდება Facebook-ზე შედიან თან დასაწყისშივე შერბია ეგრევე კახი და გულები და მე შენ გერიდება რომ მე მგონი მართლა კარგი მერია და არა კაცო ის 5 მილიონი დაბუსტოს 70 არ მოდი 140 დაბუსტოს კარგი ეგ არის რა ზოგადად მისი როლი არის თან ვითომ მერია ხო მაგრამ სინამდვილეში არის მე რომ მკითხო აი კობახიძის მერე კოცების მთავარი კომენტატორი და აი ამ სისულელის გამავრცელებელი და აი ეხაც აქ რომ მოვდიოდი ისეთ საცობში ვიდექი აი მარტო მაგის გამო უნდა გაუშვა ეს კაცი თანამდებობ აი ხა ხო უბედურება მოვყევით აი ამის მიღმა რაც ამ ქალაქს უქნა უკანონო მშენებლობებით კორუფციით აი ამ ყველაფერს თავი დაანება აი საცობებზე რაც ხდება ეგეთი არ მომხდარა და ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს ძალიან საინტერესო კვლევა აი საშუალოდ რა გონიათ ბილისში ვინც ცხოვრობთ წელიწადში რამდენ საათს ვატარებთ საცობში ალბათ ერთ თვეს მაინც ვატარებთ 240 საათს 240 საათი ეხა აი ვინცაც უცხოეთში უცხოვრია იცის ლეგენდები რომის საცობის შესახებ
რომ რომი არის უბედურება საცობის. 165 საათზე მეტი არ უწევს იქ რომ იდგეს საცობში. ჩვენ ორჯერ მეტი. აი პრაღაში უწევთ სულ 24 საათი. ზვიად, მაგითო დაბერდი მე მგონი, ნახევარი ცხოვრება საცობში გაგატარებული. ლისაბონში უწევთ 22 საათი. ჩვენ გვიწევს 240 საათი. იმის გამო რომ ტყვარზე არც ერთი ხიდი არ გადო. აი არ გააკეთა. ნუ მარშალ გელომოზე იქ არ გადადო, მაგრამ ესტაკეტები არ გააკეთა. არ გააკეთა. შემოვლითი არა იქ როგორ გააკეთებდა ეს. არ გაუკეთებია? დაიწყო, მაგრამ არ ვაცადე. არ გაჩერდა. ნაციონალიზმი. მიშას დაწყებული იყო და კარგი არ იქნებოდა. უხარისხო იქნება. უხარისხო იყო. და ცხვრები გაუშვა. ის სიუჟეტი ნანახი. როგორ არა კაცო კი. რო სადაც უნდა არა ცხრის ფარას გაათევინეს ესა. ზამთარი. ეგეთი უბედურება, რაც ამ ქალაქში საცობს. ანუ აქ მოდიოთ საცობში ხვდა? ახლაც და თან ის კიდეც ალე კონსპირაცია ბაზრობა დაიწვა და ეტყობა ამის გამო კიდე უფრო უარესი საცობი. არა და საცობები ხო ამ ბოლო დროს არ ვიცი მე მელა საერთოდ არ არის ეს. და მანდაც რა უნდა უსოთ ამბობს ხოლმე? ხო. საჯარო ტრანსპორტი თუ იაროთ, კეთილ მოეწყო. შენ მანქანით მანქანით მოხვედი, მაგიტო კაცო, აბა საჯაროთი რომ მოსულიყავი ავტობუსით, შეუულებრად მოხვიდოდი. და მეტროთი. და მაგ ავტობუსებზეც. მეტროთი პირდაპირ. მაგ ავტობუსებზეც. შენი მეტრო არის ეს? ჩვენ ახლა ხო ლილოში ვარ და ეს ლილოს მეტრო არის. შენ ეს გაჩერება არ იცოდი. კახი არ აღიარებს ამას, როგორც რას არ აღიარებს? დასახლებულ პუნქტად. მეტრო მოიყვანა კაცო, შენ არ იცი ალბათ. შენის ვიდეო ხო განანახი. შენის ვიდეო ხო განანახი რაღაცა იმედმა რომ გაუკეთეს აი მიჯორგოლი. კი. და რო იძახის რომ გაჭირვებული ვიყავი, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ალაძე? ანუ გლდანსკ, ჩემო გლდანელებო ეს კაცი თბილისად არ აღიარებდა არც მაშინ და არც ახლა. აი ჩავსვამთ, ვიტო ჩასვამთ. გლდანში ცხოვრობდა? კი. თბილისში არ მქონდაო ფული თბილისში რომ ცხოვრობდა და გლდანში ვცხოვრობდი. და აი ეხა ეგეთი კაცია რა. თვითონ იმდენად აქვს სურვილი რომ კაცია? თვითონ იმდენად აქვს სურვილი რომ აი რაღაცნაირად ცენტრში გაერიოს და ეს ელიტასთან კონდეს ვითომ კავშირი. ხო. რომ აი ორი უბნის, აი სამი უბნის გარდა, აი მე რო უყურებს რა მარცხენა სანაპიროსაც არ აღიარებს რა. მარჯვენა სანაპიროს სამი უბნის გარდა, სადაც იქაც არაფერს არ ჭავჭავაძეზე ბოლოს როდის გაიარ გუშინ მომიწერე ჭავჭავაძეზე აი რაღაცას რო აკეთებ, ფულს რო იპარო, ხო შეიძლება იქ მაინც ცოტა ხნით ივარდოს ჭავჭავაძეზე რო გაივლე ნაწვიმარზე, ის ფილები ისე აყრილი, რომ სახში მიდიხარ ტალახია. გაგრილებული კაცო, ტალახიანი რატო გაგრილებული? ხო. გასაგრილებელი სისტემა. კი, ეგ არის რომ შაპუნა წვიმა რომ მოვა ზაფხული. აი პატივი ქცა. ხო, მეტი რაკნას. და აი ამ თვალსაზრისით ჩაიცკეთები და იარე. მე ახლა არ ვიცი შევარნაძის დროს მე არ მოხსრები ვარ, მაგრამ შევარნაძის დროს სათქმელი მაინც იქნებოდა, რომ ბიუჯეტი მილიარდზე მეტი არ იყო. ნუ ეს კაცი რა ფულსაც აკეთებს. მოიცა მაგარ რაღაცას გეტყვი კიდე გაკეთებაზე რა. დაუნახავი ხალხი ხარ, თქვენ არ ხედავთ ამ იმას რა. ამ კაცის ნამუშევარს. შრომის ანაზღაურება რამდენია მერიაში რა. და თან საშუალო? რა, საშუალო კაცო. რამდენს ხარჯავთ ბიუროკრატიაში, ანუ შენ მერიას აი ხა რამდენი ადამიანი ხართ, რამდენი ადამიანი უყურებს ამ პოდკასტს, ვინც ნახავს, რამდენი ხართ, ვინც იტყვით რომ თბილისის მერია კარგად მუშაობს. შეიძლება რომ ავარიული კორპუსების უამრავი პრობლემა არის, გზების მიმართულებით სერიოზული პრობლემა, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა დედაქალაქში. აი რა რაღაც აპირო გამოუშვა ვითომ, გადაუღე და შევაკეთებ თუ რაღაცას. რა გადაუღე რა შეაკეთებ, აგერ დამპალოს აკეთებენ, დამპალო ქვია აგერ სამგორის იმაში, რავი, წელიწადია უნდა გაეკეთებინათ, აიმთავრებინათ იგითა წლის ბოლოს და არჩევნებამდე დაიწყეს და რა ვიცი, მეორე 1 წელი გადის. და ჯერ კიდე ო, ჯერ კიდე და ის არის რა რის გამკეთებლები არიან კაცო. მივალთ ვარკეთილი ჭერძეც მივალთ კაცო იქ და მაგის გაკეთებულზეც. 159 მილიონი ლარია შრომის ანაზღაურების მუხლი. მარტო შრომის ანაზღაურების მუხლი. რო აღვიქვათ ახლა, აი რო ვთქვათ რა ეს 12 რამდენია. რო წინა წლებში რო წავიდეთ, პირობითად რო იციან ხოლმე სისხლიანი 9 წელი და რაღაცა. მანდ იყო 30 მილიონი, 50 მილიონი, 60 მილიონი პირობითად მაქსიმუმი. მაქსიმუმი აი და 30 40 159 არის 2 წლის წინ იყო 92. წინა წელს იყო 112. ეხლა არის 159 მილიონი. ეხლა მითხრას ადამიანებმა 159 მილიონი ლარსო ვიხდით შრომის ანაზღაურებაში, 159 სიკეთე რა მოგვიტანა რა. მე ვიგრძენ. აი 159 მე ვიგრძენი რომ ბევრად უკეთეს ქალაქში ვცხოვრობ. ადამიანები იღიმებიან.
ბედნიერები დადიან. ჩიტები ჟღურტულებენ. მე ველოდები რაღაცა ტენდერს ჩიტები შემოყვანის, რომ დილას კახის იტალიელმა ჩიტებმა შეგვიქმნან განწყობა. აი ამ სიგიჟემდე ვართ რა მისული. ანუ 60 მილიონი ლარი დაამატა ხო უხეშად თუ 50? ხო აიღე არა აი სადღაც უხეშად კი ორჯერ ძველ დროსთან შედარებით. კი აგერ ორ წელიწადში დაამატა 60 მილიონი კაცო. ორ წელიწადში. მაგრამ ეკონომიკა დუხს, მაგრამ ანუ ყველაფერი იზრდება ამ ლარი და 10-ის გარდა. ყველაფერი იზრდება, კი. ესე დარჩება და თოქმაჯიშვილს მოიმატება ხელფას. გაგიჟდება ეს თოქმაჯიშვილი რას გადამიგე. ვაფშე აზიარა ვარ ვინ არის, ხო იცი? ვაფშე აზიარა ვარ იცი? მაგას მართლა გონიათ ხო რაღაცას რო ვიტყვი, რომ გონიათ რომ ვიცი რა, იცი? აზიარა ვარ ვინ არის ან თოქმაჯიშვილი ან ჯოჯუა. არა ხო, არა რა გადაგვეკიდა. არაფერი პირადული. აცადე ის უბრალოდ 7000 ლარი ეხა ის ტროლები და ბოტები შემოვარდებიან დარაზმული. ხო, ის 20. რო კახი მაგარი მერია. ხო, მაგრამ თქვენ რატომ უნდა შემოვარდეთ 2000 ლარს გაძლევენ? მან სხვათა შორის ამას ხო უყარს რაღაც სიცოცხლე სავსე ქალაქი და რაღაც სლოგანებს ხო იგონებს. აი ეხლა აი თუ შეუძლიათ და თუ ეს პრობლემა არ არის, ეს ლარი და 10, გააკეთონ კამპანია ლარი ყოფნის. ყოფნის ლარი. ლარი საკმარისია. ლარი საკმარისია. აი ხო, ნახე, შეამოწმოს როგორი პიარშიკები არიან. ეს ლარიანით. როგორი პიარშიკები არიან შეამოწმოს. მაგას თუ გაუპიარებენ ხაბე, მე ვიტყვი რომ ის სწორად იხარჯება. აი თუ ეგენი დაამტკიცებენ რომ ერთ ორ რაღაცა Facebook-ს მეც გავაკეთებ და დავწერო კახი კაია. კი, აი 100.000 ლარით დაბუსტონ მერე. მაგრამ ესე ირგვლივ დაფიქრეთ ბიჭო, დაფიქრეთ 2000 ლარად რო წერ თელი დღე თვალები რო დაგეღარა დაელმებული რო ხარი 7000 ლარს იღეს უბრალოდ ისე პროსტა. რო დაგავალოთ რომ ისინი ვაფშე არაფერს არ აკეთებენ. ხვდები, წარმოვიდინე მანდათ რა მონური სისტემა გაქვს დაწყობილი, რომ აი ვიღაცას 5000 ლარი აქვს, 7000 ლარი და 2000 ლარი ტროლავობ იქ, რომ რაღაცა აი რა. ხო, მაგრამ ის ხო ნახევარზე მეც Facebook-ი არა, ხო იცი? ხო იცი რატო ეგ? ალბათ რომ სოლიდარობის ამე რო გამო ხელი წაუწდეთ სოლიდარობაზე მე სამწუხაროდ დაკარგავენ და ამიტომ ურჩევნიათ რომ საერთოდ ის არაფერი არ გქონდეთ. რაღაცა ისევ ტროლებად დარჩენ. უცხოურ კომპანია, ხო? კი. ვერიტყვი. აუ, აუთსორზე ვარ. კახისთან ვარ აუთსორზე. ხო და ეხა მე რასაც უყურებ, აი ესე კაი რაღაცა თქო, კამპანია გააკეთო ლარად. ლარი საკმარისია. ეგ კამპანია, ლარი ყოფნის. აი მაგას თუ აწევენ, მე ვაღიარებ რომ მაგარი მე. ის 300 გაუბათილოთ. და ბიუჯეტზე უთხრათ რომ 5 მოდი 10 კონდეთ ზმა. და ვიტყვი რომ იმ 30 კაცის მაგერად 60 აკეიფოს ერთი კეიფი. ერთი კეიფი ერთი იყოს ხო? აი მაგ კამპანიის აღსანიშნავად. ხო. აი ეს თანამშრომლები რომ შეკრიბოს, რამდენი ყავდა 18 პლუს 41. 41. რა დაგავიწყოს 59 ყავს რა, წარმოვიდინე 59. და იქ მძღოლები და რაღაცებიც ყავს კიდე. კი, კაცო, ტექნოპარკის მომსახურება. დაზღვევა, ყველაფერს საერთოდ ყველაფერს ჩვენ ვიყავთ, აი რამე დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევას ხო ვიხდით, იმ მანქანის დაზღვევასაც ვიხდით. იმ მანქანას ხუნდები რო გაუპუშტება, მაგასაც ჩვენ ვიხდით, საბურავებსაც ჩვენ ვაფშე, აი ყველაფერს ჩვენ ვიხდით. მაგრამ ეს სამაგერად ეს ხელფას არ იღებს. არა, ხელფას არ იღებს და ცხოვრობს ესეთი ძალიან მოგრძალებული ცხოვრებით. ნეტა ვინ აძლევს ფულს? ბაბუამის ცხონებული. იმის დანატოვარი ცხოვრობს. არ ვიცი. ეს ხო ის ბაბუას ბიჭი რო არის, იცი? შენ ეგ ისტორია არის, იცი? ვერ მოუყვები, თორე თვითონ ახლა მიხვდება რაზე ლაპარაკობ. ეს ბაბუას გავს, აი ზედ გამოჭილი ბაბუამისია. ეხლა რაღაცა უბედურებას ყვები. არ შემოყვები რა. რაღაცა უბედურება მო. არაფერს არ ყვები მართლა რა. ეხლა შენ რო გითხარ რომ ბაბუას გავხარ, წარმოვიდგინე. მე ვიამაყებ. ხრებს გაშლი და ამას რო ეუბნები რომ ბაბუას გავხარ და კვდება ეგრე, მუხლები ეკეცება. არ ვიცი, უბრალოდ აი ესეთი თან ის ლეგენდარული ისტორია იპოდრომზე. აი მე მგონია რომ ჩვენ ევროკავშირშიც უფრო მალე შევალთ. ვიდრე იპოდრომზე ის სკვერი გაკეთდება. აი ყველაფერი უფრო მალე მოიწევს. მე დარწმუნებული ვარ რომ აი ხუმრობის გარეშე ვამბობ რა, რომ მგონია რომ სოხუმში უფრო მალე შევალთ ვიდრე იპოდრომზე სკვერში. აი ეგეთი ლეგენდა აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული. აი დღემდე რაც არის, ვითომ რომ რაღაცებს აკეთებენ იქ რომ ტრაქტორი დადის, აი ის რაღაც სასეირნოთ ვიყავით გამოსულებით. ორი ტრაქტორი დადიოდა და მე და ჩემი მეგობარი დავაკვირდით, რომ აი
ჭვე რაღაცას თუ აიღებს. არა, როგორც დადის. არა, უბრალოდ დადის, ბენზინს უსხამენ, რომ ვიღაცა მანქანით რომ ჩაივლის, დაინახო, ან კახიმ გადაიღოს ვიდეო, რომ აი უკან ტრაქტორები მოძრაობენ. გახსოვს 22 წელს არჩევნების წინ რომ მიიყვანეს იქ ტრაქტორი. კი, კაცო, და ის ხრეში და უკვე დავიწყეთო. ხრეში უკვე ვცეო რა, იწყება. კი, და ბიძინამ გადასცა საჩუქრად. ეხა ნახე. კიდე ერთ კიბნიურ თემას შევეხო და გავდივართ პრინციპში ბოლოსკენ რა. როარ შევეხო მაგ თემას არ შემილია, აი City Park-ი რო იყო, ხო გახსოვს, ანუ City Park-ზე ვიყავით ყველა გაღიზიანებულები, რომ სამართლიანად რა. აი ყველა მართლა და პირობითად აი ეს კალაძე და ეს ნარმანია და ეს ამბობდნენ, რომ აი City Park-ი რო ცუდია რაღაცა და მართლა ძალიან ცუდი რამე იყო. 14-ის კამპანიაში მაგან დიდი როლი ითამაშა. კი და მოდი თქვათ, რომ ჩვენ სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა იმ პარტიას წარმოვადგენდით და ეხა ესე როგორ ჩვენ ხარი დაუჭირეთ და თქვით რომ კი ეს City Park-ი არის გასაყვანი, კი ბატონო, ამ პრობლემაში აი ორი ხელით მივესალმებით რომ კი ბატონო, ოღონდ მან რა იყო პრობლემა? სახელთან კი არ ქონდა პრობლემა. პრობლემა იყო რა? რომ ჯარიმები, საურავები, მანქანა ავტომობილების მოპარვა და საპარკინგო ადგილის არ ქონა. ოღონდ მაშინ რა იყო, ხო? რომ რაღაცა ღირდა X-თან ხა, პირობითად ვამბობ პარკინგი ერთწლიანი, დღეს ღირს 10X-ი რა. ანუ 10 ჯერ უფრო 8-10 ჯერ უფრო ძვირია საპარკინგე ადგილი დღეს. მერე მეორე, აი საურავებზე ვიძახოდით, რომ ძვირია რა, ეხა 10 ლარი დამაჯარიმეს, მერე გადაიყვანეს 60 ლარი იმაზე სადგომიდან უნდა წამოვიყვანო. ეხლა ეგენიც ხო გახუთმაგებულია. მაგრამ აი ბიუჯეტში City Park-ი ყველაზე მეტი რამდენს იღებდა? აი ეხა გეტყვი რა, City Park-ი პირობებში ჯარიმები რამდენი იყო, ანუ თბილისელებს რა ჯარიმების გადახდა უწევდა. ესეც ბიუჯეტიდან ამოვიღე, ესე იგი 2014, 15 და 16 წელია. 24 მილიონი. მაინც ბევრი. 25, აბა რა არის, კოლოსალურია, კაცო. 24 მილიონი, 25 მილიონი, 25 მილიონი. ნახე, 25 მილიონ ლარი იყო საურავები წელიწადში და ჯარიმები. და თბილისის მერია ანუ ამას იღებდა. ეხა ნახე. დღევანდელი მონაცემებით 100-ზე მეტია? 115 მილიონი ლარია. წარმოგიდგენია? ეს დაგეგმილი რამდენი? დაგეგმილი. წინა წელს 123 მილიონი იყო საერთოდ, კაცო. 123 მილიონი ლარი წამოიღო. ანუ კახი ამბობს, რომ 115 მილიონს ამოუღებს თბილისელებს ჯიბიდან. ეს დაგეგმეს. ეს დაგეგმეს. წარმოგიდგენია, 5 ჯერ უფრო მეტი დაგეგმეს. რატო დაგეგმე, ბიჭო? რატო დაგეგმე? რატო? სად არის ერთი საპარკინგი ადგილი მითხარი? რატო დაგეგმა? და ის ხო აშენა. ბიჭო, რატო დაგეგმე საპარკინგი? მრავალ ვიცი ზემოთ ავაშენებ ქვემოთ. ეს განცხადებები მაქვს, ბიჭო, ეს კაცი მაგარი გადაობაა. გამოვა და იტყვის, რომ აი ხა უნდა ავაშენოთ. აი ხა რაღაცა იმაში დამთავრდება, ახლა მე ამას გავაკეთებ. მე საერთოდ მახსოვს 2017 წელს სადღაც ვაკეში იყო მოსული. და რაღაცა დანგრეული სივრცე იყო, რომელიც აღმოჩნდა რომ მერის ბალანსიც არ არის, რაღაც კერძოსა. იქ იდგა და იძახდა რომ საპარკინგი აშენდება აქ, ავაშენებინ. ვარკეტილის აშენებინებ და რას აშენებინ. იძახოდა. ვარკეტილის მეტროსთან იძახოდა რომ მიწის ქვეშაო 4 სართულიან რაღაც პარკინგი უნდა მოვაწყო. პეკინზე იძახოდა რომ უნდა მოვაწყო, პეკინზე იძახოდა რომ უნდა მოვაწყო მაღალ სართულიან. მილანში აქ ნანახი. გიჟია, ბიჭო, აფერისტია. ხალხო 2018 წლიდან ლაპარაკობს, 2018 წლიდან ლაპარაკობს და რომელიც 2025 წელია. ტიპი 7 წელია ლაპარაკობს, საპარკინგე მიწის ქვეშა პარკინგებს გავაკეთებ. ლაპარაკობს რა და გაზდის და დიღმის ჭალების ვიდეო გინახავს. ეხა ბოლოსკენ ვართ რა, დიღმის ჭალებშიო იქნებაო წალკოტიო და ტიპმა გადაიხადა აი ეს გრაფიკოსები რო ყავს, სანამ შექმნიდა. სანამ შექმნიდა ამ აპარატს, აი ჭირდება. თურმე ჭირდება. ჭირდება. გრაფიკულად დედას გეფიცები, აი გთხოვთ რა. მაგ ეგ ვიდეო ამოღებული და ეგ ვიდეო ხონა დაგვადე რა ისეთი მოიც თან უყუროთ რა ისეთი ლამაზია აი ისეთი აი ეხა ეს ხო ღირს ის გრაფიკული დიზაინერი ლენე შენიცი ეხა ეს დიღმის ჭალე აქედან მიდიორ დიღმის ჭალებში ბიჭო ტიპი როდის თავდება ტიპი იტყუება იმიტომ რომ უფრო ადრე დაამთავრა რა 20-ში უნდა და ყველაფერი მზად არის კაცო პროექტი ნახე პროექტი მარტო პროექტი კი არა ვიდეო რგოლი გადაიღო აი სინამდვილეში მე მგონი ეს რას ამბობს ხოლმე იცი იქ რა ხდება დიღმიჭალებში დრაბილკა დგას დრაბილკები დგას და ქვის სატეხი და კატასტროფა ჯერ ხო ის მოაქვთ იმიდან რა ქვია კვარიდან რეცხავენ იკაურობას რა და დრაბილკები დგას სინამდვილეში მე მგონი ეს რას ამბობს ხოლმე იცი რომ თვითონ კი არა აშენებს რაღაცას ამბობს უბრალოდ პროექტს შექმნის იდეას ხო იდეა აი დიღმის ჭალებზე რომ აი ვიღაცა მე საქმის გამკეთებელი რომ მოვა იდეა არსებობდეს და კარგი გრაფიკული კლიპები ეს არის დიჯიტალ მერი ის რა კაია ნახე ბიუჯეტი აი დიჯიტალ მერია რა
აი თბილისის მერია აქვს მოწყობილი Facebook. იმის მიღმა რა ხდება არც აინტერესებს. სხვათა შორის ჯერ TikTok-ზე არ მინახავს. მაგრამ სხვათა შორის აი ამ εμას თავი დავანებოთ რაღაც ამ განწყობას. აი ესეთი პასუხისგებლო, ანუ პოლიტიკურად ხო არავითარ პასუხისგებლობას არ იღებს. ზოგადად ქართული ოცნების თავარი სიმბოლო რა არის, რომ არაფერზე არ აიღო პოლიტიკური პასუხისგებლობა. რაღაცა თუ გავარდება ყარაულის თოფივით, იმაზე თქვა რომ აი მე ვქენი და აი ეს უბედურება რაც ხდება, არაფერ შუაში არ არის რა, მაინც მე და შენ ვართ დამნაშავე და ბიშა ვივამედიდან ანგრევს ისევ საქართველოს. ეს არის მათი ლოგიკა, მაგრამ აი რაც კალაძეს გაუვით ჩვენი ბრალიც არის რაც კალაძეს აი რიყეზე ბავშვების გარდაცვალების გამო და ვაკის პარკზე რაც გაუვიდა ეს უკვე მარტო ჩვენი და რაღაც პოლიტიკური კლასის პრობლემა კი არ არის თბილისელების პრობლემაც არის რა ყველას იმიტომ რომ არის რაღაცა რაც შეიძლება ეხა არის გრადაცია ხო კორუფცია ის მაგრამ ადამიანებს ბავშვებს ამ ქალაქში კალათბურთის მოედანზე რო უბედურება მოხდა და დენი გადავიდა და ფეხბურთის მოედან აი უბრალოდ ბავშვს ვეღარ უშვებ ქუჩაში აი ამ თვალსაზრისით ის კი არა რომ ქურდებით გაივსო და უბედურება ხდება და ნარკომანია არის და ისო სადარბაზოებში ჩემ სადარბაზოში შპრიცები ეყარა და ჩემმა მეზობლებმა გაიტანეს და გახვეტეს აი ეს დრო დააბრუნეს ხო ანუ ამ უბედურების მიღმა რაღაცას ტიპი გაგიკეთებს და შეიძლება სახში შვილი მოგისვენონ და ხა ეს როცა ხდება ეს ყველას პასუხისგებლობაა უკვე ჩვენს რომ ამას ვიტანთ რა ამ კაცს ყოველდღიური ცხოვრების წესია გლდანში ეგერ ლიფტირის ჩავარდა შახტა და რა განცხადება გააკეთეს და სხვებს აბრალებენ მუდმივად სულ სხვისი ბრალია ნახე მერმა დაიძახა რომ ვაკის პარკში მოდითო ყველაფერი კარგად არისო და ბავშვი მოკვდა გახსნა წინათ ეს რაღაცა და არა ჩემ ბრალი არ არისო და მან პასუხისგებლობა ნულია იყო რამე გავიგე რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იქ ხო ვიღაცები დააკავეს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შინაპატიმრობით მაინც გამოუშვა კი ის გარეთ არის კაცო და ბიზნესში ფული აშოვნინა კაცო რაღაც სახელი და გვარიც მეწერა მაინც გიგაშვილით ვორ გიორგი ვახტანგიშვილი ეს გამოუშვა გარეთ ისე რომ კაცი შუმა ვერ გავიგეთ რა და იმ დოქებთან რომ ბავშვი მოკვდა ბავშვებს დააბრალებს აი გლდანში ჩვენი ის არ არის ტერიტორია არ არის დედებს დააბრალებენ ხოლმე გლდანშიც რო ლიფტი რო ჩამოვარდათ რო შახტაში რო ჩავარდა ის რა უნდათო იქო არა ისო რა ქვია ჩვენ ვეუნებოდით ქირით გაგიყვანთო და ეს ქირა იცი რამდენია მართლა აი ბევრი გლდანის ჯგუფში 500 ლარამდე 300 ლარი რა 500 ლარი რა შეუნებიან იცი ხალხს ავარიულ კორპუსში ცხოვრობს პრობლემაა რა ანუ დღეში 10 ლარი 300 ლარს მოგცემ და ქირით გადიოდა რა ვიცი 300 ლარს სად უნდა იშოვონ თბილისში ბინა სადი შოვიდი მითხარი კაცო 300 ლარს ბინას და ანუ გადახდილი 300 ლარი კი აგერ აი მენიუში კი ბატონო ღორის წვაჩი ქონდა 300 ლარზე მე 368 ლარი ქონდა გადახდილი და ეგ არის ნახე ბიჭო რა უბედურება იცი რომ პასუხისგებლობის აღება კი არ უნდა ბავშვი მოკვდა იმის სინანულის გამოხატვის პარალელურად ეგო ჩვენი ბრალი არ არის მაშინ იძახე განცხადებებში აი ხო შეიძლება ან დადუმდე ან ვიღაცა გაუშვა ან გამოხვიდე პოლიტიკური პასუხისგებლობა აიღო პოლიტიკოსი რო ქვია პოლიტიკოსი გამარჯვების დროსაც პოლიტიკოსია და მარცხის დროსაც პოლიტიკოსია პოლიტიკოს მარცხის დროს გამოიცდება ხოლმე და არა გამარჯვების დროს თორე ახლა ესენი პოლიტიკოსები არიან ესენი რო წააგებენ და წავლენ ნაცმოძრაობამ რაც გაუძლო შეუძლებელია ამათმა ის გააკეთონ რომ ოპოზიციაში დარჩნენ სახში წავლენ რაღაც ნაწილი კანონის წინაშე პასუხს აგებს და ესე დამთავრდება მაგრამ კალაძეს რაც აქვს არის ის რომ თითქოს აი Facebook-ს მიღმა მისთვის თბილისი არც არსებობს რა თავის აძმაკაცო ეს მშენებლები ეს ბექაუდი შარიები და ისინი არქი გუშინ ჩამოვდიოდი იქიდან რა ქვია ას მომიწია ჭავჭავაძეზე ვიყავ მე ავედი მთაწმინდაზე ისეს მთაწმინდიდან რო ჩამოდე ხარ ბიზნეს სახსო ჩამოშტე აი გახედე უბრალოდ მთაწმინდაზე სად რა აქვს მიდგმული ამ ოდიშარიას კომპანიებს აი მთაწმინდაშიც შედიან ზუსტად ეგრეა აი იმის გამო რომ ერთად საღამოობით ხდებოდნენ და კეიფობდნენ და მღეროდნენ ხო და კეთილსინდისის ბიზნესს როგორ ძალიან აწვალებენ რო იცოდეს სამშენებლო მიმართულებით ანუ მან სრული მონოპოლია რა საძმაკაცო არქი წულაია ეს პარლამენტარები მეჯვარეა ხო ის წულაი ხო ეგ ძალიან დიდი ისე მონოპოლია აქვს დაწყობილი ოდ კეთილსინდისიერი ხალხისთვის არაფერი არსებობს და ყველა მშენებელმა იცის რომ მინიმალურ რამეს გაკეთება თუ გინდა ხმალაძესთან უნდა მიიტანო ფული ყველა მიცის აი რავი ისეთი გაბაზრებული აქვს და ისე ყველა მიცის რომ აი ფულით ეს რესტორანში ესე აი კიდე გადაცემა კონვერტით ხდება იმის ქვეშ ყველა მიცის და ის მინდოდა რა როგორი აფერისტიკაცია ნახე რა ეს განცხადება რატომ მიჭიროს ხელში უბრალოდ ხანდახან ვერ ფიქრობ ხოლმე რა ესეთი უტიფაი როგორ უნდა იყოს 2018 წლის დეკემბერში კახა კალაძემ განაცხადა 2018 წლის დეკემბერში
რომ დიღმის ჭალების პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგებოდა და მისი განხორციელება მომავალ წელს, ანუ 2019 წელს დაიწყებოდა და 2020 წელს რო კითხა იმან რა ქვია 2020 წელს კითხა ჟურნალისტმა რომ ეგო პროექტი ხო და მაგასო ჩვენ გადავწყვეტთ. პასუხი იყო. ჩვენ შეუშალეთ ხელი. შენ და ნადირამ ჩაშალეთ ეგ. წარმოვიდგინე და ერთი რაღაცა კიდე ამოვიღე რა ეს მიყვარს ყველაზე მეტად. 2018 წელს ჩამოვარდა ვარკეთილში წელი ხო გახსოვს? 2019 წლის ნიუსია. 2019 წელს ერთი წელი გავიდა. და უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსია. ნახე, კი არა მოვიღე რომ მაღალი სანდო. ხო, კალაძისთვის არის, კალაძის მეორე ტელევიზიის ის არის რა. საიმიჯო ტელევიზიის სათაურია 2019 წელია 29 დეკემბერი თუ ანუ ერთი წლის ჩამოვარდნილია. კალაძ განცხადება. ერთი წელი გავიდა ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია. სირცხვილია. თავრობის თომაზე ოღონდ ამას რო წავიკი ეს მართლა გეუბნები სათაური ანუ 19-ში კითხულობს რომ 18-ში ჩამოინგრა ერთი წელი გავიდა სირცხვილია და ეხა არის 2025 თავრობის თომაზე ტუქსავს ბენდელიანს და ხმალაძეს და ოღონდ რო წავიკითხე ეხა სათაური მეგონა რომ ჩემი განცხადება ხო იყო დავადე ეს ხელი იგი და არა კალაძე ეხა შეიძლება მართლა გააკეთო და მაშინ ვიფიქრე რომ მორჩა მუშტი დაარტყა კი ჭერი გაუკეთე ვარკეთ აი ნახე ამდენი და ნახე ციტირება რა ამდენი ხნის განმავლობაში ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო ხან პროექტი არ ვარგა ხან ტენდერი ვარდება ხან ისეთ პროექტს მოგაწვდიან რომ მისი გაკეთება სირცხვილია ჩემი თხოვნა არის რომ რაც შეიძლება სწრაფად გაკეთეს პირდაპირ შესყიდვები რადგან საზოგადოება უყურებს ერთი წელი გავიდა და ვარკეთილი ჩამოგრეული ჭერი ვერ გავიკეთებია სირცხვილია იმოქმედეთ რაც შეიძლება სწრაფად ხარისზე ორიენტირებული იყავით განაცხადა კახკალაძე 2019 წელი მე მივხვდი რა გავიდა 20 21 22 23 24 25 გამოქვაბულია ვარკეთილი ბიჭო კიდე ვარკეთილი იცის რომ მანცხავ ყველაზე ხშირად შენს არ გიგო აი შეიძლება გაიგე მეტროთი რომ დადიხარ რომ ბაგიტო არაკეთეს ვარკეთილი ჭერი პირიქით უნდა გააკეთოს იქ რომ ჩამოვარდეს და დამეცეს გვარი წერია იხავს კაცო არა წარმოუდგენელი ამბავია მე თვითონ ის ძალიან სწრაფად რამდენია იცი შენ იცი რამდენია ძალიან სწრაფად გააკეთებ თავრობის თომაზე რო იტყვის მე 6 წელი გავიდა კი მიშა ძალიან სწრაფად რამდენია გუში წარმოვიდგინე რა ეხა ისე მართლა რა აი მოდი მართლა აი ხო არ გვილაპარაკი არაფერზე დღეს ისე წარმოვიდგინე მიშამ თავრობის თომაზე ამბობს რომ სწრაფად გააკეთეთ მეტროს ჭერი და მინისტრები ეგრევე 6 წელი რო გაკეთებული არ არის აი რა 6 წელი კი არა 6 საათი რო არ ყოფილიყო გაკეთებული რა მოხდებოდა რა სასტრაფოდ გააკეთე მუშტი დაარტყა ეჩხუბა ხმალაძე ის ხმალაძე კიდე მერის მოადგილე ის ეს შოუ იმისთვის დადგეს რომ ეთყობა ნამეტანი მოგევიდა შენ ერთი წელი ხო ადარი ვარკეთილი ჭერი და ამანაც ბოლო ამოხედგა სათაური ჩავსახლდი რაღაც თავრობის თომაზე რა კაცია ბიჭო მაგარი ისე მომწონდა აზე ხო როდიდან მაგ შენახული და ის ავტობუსებზე რამდენი ფული გააკეთა აუ ის ავტობუსებზე მაგარი ისტორიაა მიდი მოყევი იცი შენ ეგ ამბავი მაგ ავტობუსებზე სანამ მოგეწვეოდი ანუ თვითონ ეგ ავტობუსი მომწონს ახლა ხო არ ვიტყვი რა ცუდია მაგრამ ნუ 226 ავტობუსი იყიდა 55 მილიონ ლარს ედავებიან რომ არის სხვაობა ანუ სულ დაუჯდა თლიანად 250,000 ევრო დაუჯდა თითო ერთი ცალი ხო და აი მაგალითად ანკარას რომელმაც იყიდა ზუსტად იგივენაირი ავტობუსები დაუჯდა 170,000 ანუ ხო რას ყვება იცი ლევანი ანუ $80,000 სხვაობა იყო მაგრამ აი ეხა რო ადგეთ და აი ამ BMC-ს ვებგვერდზე შეხვიდეთ ეხა აქ ხომ როდესაც რაოდენობაში ყიდულა ბუნებრივია ფასი კლებს აი რო ეხა ვიტომ რო გადაწყვეტოს რომ ავტობუსი შეძენა უნდა აი ამ ვებგვერდზე რო შეხვიდეთ ეს ავტობუსი ღირს 205,000-დან 215,000 ევრომდე ამან იყიდა 250,000 ანუ ერთი ცალი უფრო იაფეღებს შენ ვერ მივხვდი რა გააკეთე მაგ ფული ჩავიდა ხო რა ჩავიდა და თხოვა რომ მურად რა საიძე ხო გიწერე რა იქ დამიწერე რა ფურცელზე მჭირდება რომ 250 ეწეროს რა აგინდა ჩაგიდიც ხო და ცოტა არა წარმოუდგენელი ალბათ ისინიც გაგიჟდნენ რომ ის რა მაგარი კლიენტი გაგვეჩიტაო 200 გაუძვირა ფასი საიძე ღირს 215,000 ანუ 170,000 იყიდა და მე როგორ მიწერე რა 250 კი
ანუ იქაც რას ერცხვილია ეგეთი კაცი რო ჩა 250 დამიწერი კაცო შენ რა გინდა მაგას მე მან კიდე მან მე ცალკე ამბავი არის მომსახურება ამის ტექსერვისი და არა თუ გინდა გადაიღადე ძმაო უთხრეს ანუ ერთი ცალი ღირს 170 და იმ ანკარას უფრო ნაკლები ყავდა რა ნაყიდი რა 226 არ უყიდია რაღაც 150 და რაღაცა ყავდა ანუ წესით და რიგით ნორმალური ხელისუფლების პირობებში ამ ავტობუსებს ედით სადღაც 150,000 ევროთ. ტიპმა 250 გადაიხადა. იცი რამდენი აქვს? და რამდენი ვიდეო, აი იმ ვიდეოგრაფებმა მან რამდენი ვიდეო გადაიღეს. იქ რო რესპუბლიკის მოედანზე რო აყენებენ ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, მე ღებავენ, ვითომ სხვა ავტობუსებია გამოყავთ. დრონით იღებენ, რომ აი კახი დგას ავტობუსების შუაში. 5 მილიონი მაგით. იცი რამდენი აქვს თბილისის ვალი? თბილისის ვალი რამდენი აქვს? ეს ხო ფულებს ხო მიტყვიდულობთ რაღაცებს ვალით. რამდენი აქვს ვალი თბილისს? მილიარდზე მეტი ექნა. მილიარდზე მეტი აქვს. მილიარდ 34,000 ლარი აქვს. და ამას ზრდის, ხო? იზრდება და იზრდება. მე გადაიხდი რა პრობლემაა. ახლა შედერდება. ნუ ჩვენი საუბრის შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი მერია კახი. მე ძალიან მომწონს ეს ბიჭი. და რაღაც აზმაო შეხედე დოლარი. და რაღაც გონია რომ რომარა კახი კალაძე შენი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნება. ძალიან ხო ამის აი რაღაცა პატიოსანი მშრომელი მეურნე მერი რო ყავდეს შენი ცხოვრება იქნება. აი როგორ იყო ბატონი დავით ნარმანი. დავით ნარმანია რაღაცა ცოტა აი ხანდახან ისეთებს უშვებოდით რომ სოლიდარობა მიჩნდებოდა რომ აი რა ჭირს ამ საწყალს და ნარმანია ჭკვიანი. აი ამის მიმართ რაღაცა ის მაქვს რა. გონია რომ შენი და განსაკუთრებით ნადირას ცხოვრება იქნებოდა ძალიან ფერმკტალი. ეს რო არ იყოს. კახი რო არ იყოს. ჩემი კახი კარგი. მაგრამ აი ამაზე გოლი ეს ყველაზე კაი მოთხოვნა არის. ამ გადაცემის თავარი მოთხოვნა ეგ არის, რომ გოლი გაკეთდეს. ვითხოვთ რომ გოლი დაიდოს ლარად ჭამის. ჩვენ თვითონ აი მე პირადად ვამბობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც 5 მილიონ ლარს იღებთ კახი კალაძის პიარში, მე პირადად დავწერ და დავპოსტავ, რომ ეს არის ყველაზე გამართლებული ხარჯი, თუ კი გადაიღებთ ვიდეოს და დაამტკიცებთ, რომ ერთლარად ადამიანს შეუძლია დღეში ყვება ისე, რომ თავი იგრძნოს ღირსეულ თბილისელად. ამას თუ გააკეთებთ, აგერ ხაბეც გადააზიარებს იმ ვიდეოს თავად და იტყვის, რომ კახი არის წინვალე მერე. ლენე უკვე აზიარებს, იმიტომ რომ ხელფასები ნახე იგ რა ხდება. TikTok-ისთვის დასამატებელია ერთი კაცი. არ ვიცი ლევან კაცი. ეს გადაცემა არ ვიცი რამდენად გავა, იმიტომ რომ ვიტო ძალიან მოწყენილი არის. ძალიან მოიწინა. სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ვიტოსთვის კადრის აღებას, თორემ ჩვენ მივხვდებოდით რომ კახი წინვალე მერია და აღარ არის მასალა. ლევან იმედი მაქვს რომ გავალთ. ჩვენ პოდკასტ გამოიწერს ხალხი, ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. კომენტარებში არის მინდა რომ აი ამ იმაზეც რა, ყველას მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ, ხახნა უფასოა. უფასოა. და მაგარი ლარი და 5 თეთრიც კი არის. ხახნა უფასოა და ხაბეს არ მეაქვს თქვენგან 70,000 ლარი, რომ ეს უბრალოდ რომ გამოიწეროთ, რომ ხანდახან ლარად ვაკეთებთ ყველაფერს დაგერ სარიზმი ვაკეთს, აი. მაგაში მაინც გავაკეთოთ ფული ხო? ეს არის ერთადერთი მოთხოვნა უბრალოდ, რომელსაც ჩვენი თხოვნაა და კომენტარები დაწერეთ რა, მართლა მაინტერესებს ლარ და 5-ზე რას ფიქრობთ, ავტობუსების თემაზე ლევანიმ რაც თქვა, მაგაზე თქვენ რა პოზიცია გაქვთ. ასევე ხელფასებთან დაკავშირებით მართლა საინტერესოა ეს პიარის სამსახური 5 მილიონი და ასე შემდეგ, ანუ რამდენად ნორმალური და ადეკვატურია, 70,000 ლარიან ბუსტზეც საინტერესოა, მოკლედ ძალიან ბევრი რამე ვისაუბრეთ, რაც კომენტარი თქვენი მოსაზრებები დაწერეთ რა. მე ხო ვიცით ახლა დაახლოებით შიდა სამზარეულოს თვალსაზრისით, აი პროდასალური ტელევიზიების შემოსავლები რამდენია რა? ხო. აი მართლა არ ჩამოუვარდება, კავკასიას კი არა. არა, რა არ ჩამოუვარდება. წამყვან ტელევიზიებს. ტელევიზია ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი ტელევიზია, 5 მილიონი ლარი, 5 მილიონი ნახევარი ლარი, ხო? ჩვეულებრივი ტელევიზია. კი. უფასო ჭამასმა. მაგრამ განსხვავებით ხაბესგან კახი კალაძეს არ აქვს პოდკასტი, ამიტომ გამოიწერეთ ხაბეს პოდკასტი. ესეთი პოდკასტი, ფადმე რომ ესეთი პოდკასტი ააწყოს, ალბათ იტყვისოთ 15 მილიონი მჭირდება. აი, კი. ოღონდ ჩვენ შეუძენთ ისევ იმ კამერებს და ყველაფერს. არ არის პრობლემა.
წავიდეს სახში დაждდეს და ერთი სხვათა შორის აი ვიტოს ერთჯერადი კონტრაქტი გაუფორმონ. არ გადაუღოს. ჩვენებს რომ ერთჯერადად მოუწყონ სტუდია. ფარდებს ვერ დავთ. შენ ფარდებს ვერ დავთმო, ფაგერ წულუკიანს. ამ წარწერაში რამდენს წულუკიანს რანაირად აი ესეთი რომ გააკეთოს კახის პოდკასტი რამდენს მოითხოვს. ბიუჯეტს რამდენს გასლაბარეგო. ანძური და 1000 ხო რა. ჩვენ ახლა რო გადახედა ეს ფარდები, ხო იცის მოძრავი სტუდია მაქვს რა, ესენი ყველაფერი იმებზია. უცებ წინაზე ყავისფერი იყო, იმისი ლურჯი, ახლა შავებში დავჯექით. კი. შეიძლება შემდეგ ფერზე სხვა ფერი იყოს. მაინდა-მაინც ამის ფერებში ვერ დავждები მე. ამის ფერს ვერ ვიზამ. გასაგებია. მაგრამ შავი და ის კი ბატონო, ამის ფერებში ვერა. მოგეთ, მადლობა ლევან, ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, გამოიწერეთ, დაწერეთ თქვენი აზრები და პოზიციები გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე ინიციატივები და შენიშვნები, რაც გაქვთ, მოგვაწოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი მაყურებელი. კარგად.